საღამომშვიდობის დღეს პარასკევია და ზუსტად 22 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ პირველი სტუდია მე კამიშალაძე ვარ. დღეს პირველი სტუდია შედარებით განსხვავებული ფორმატით გადის ეთერში. თემაც თითქოს ერთი შეხედვით არ არის პოლიტიკური, თუმცა მე მას პირობითად მეტი ვიდრე პოლიტიკა დავარქვი. ძალადობის გახშირებული შემთხვევები ქალებზე და ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორი. ერთგვარად ბოლო წვეთი, რომელმაც მთელი საზოგადოების აღშფოთება და წუხილი გამოიწვია. საშიში ტენდენცია თუ უბრალოდ დამთხევა. ძალადობის მსხვერპლია ყოველი მე-11 ქალი საქართველოში, ხოლო ქალთა 78% მიიჩნევს, რომ ძალადობა ოჯახური პრობლემაა და ოჯახშივე უნდა დარჩეს. მსხვერპთა 1/3 კი საერთოდ დუმილს ამჯობინებს. დუმან კაცებიც, მაშინ, როდესაც მოძალადეებს ისინი ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ყველაზე მეტად უნდა აკრიტიკებდნენ. რატომ გამოაქვთ მამაკაცებს ქალებისთვის სასიკვდილო განაჩენი? რატომ იფეთქა სისასტიკე ოჯახებში? რას ფიქრობს საზოგადოება? საიდან იწყება პრობლემა? რა ხდება? რატომ ხდება და რა არის გამოსავალი? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ აქ შეკრებილ მრავალფეროვან, მრავალრიცხოვან და საინტერესო აუდიტორიასთან ერთად. სულ რამდენიმე წამში პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. 23 შეწყვეტილი სიცოცხლე 1 წლის განმავლობაში და ძალადობის 134 შემთხვევა ბოლო 6 თვეში. ვინ არის შემდეგი? რატომ კლავენ ქალებს საქართველოში იქ, სადაც ქალის კულტია და იქ, სადაც ქვეყნის სიმბოლო ქართლის დედაა? რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ქალებზე ძალადობის აღსაკვეთად? რატომ დაიწყო პრობლემაზე მსჯელობა მხოლოდ ახლა საზოგადოებაში, მთავრობასა და პარლამენტში? რეალობა არის მწარე და რეალობას ქვია ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა იყო ჩაღეს და ქალის კლა არის დაწინაურებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომელმაც შემდეგ გასაოცრად გამოიწვია სიბრაზე, დავინახოთ რა არის ამ ყველაფრის მიზეზები. ხოლო თეატრალიზებული წარმოდგენები და ამ ისტერიკით ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვალთ. მარტო სახელმწიფო ამას ვერ დაძლევს და ჩვენ ყველას ერთად გვჭირდება ერთად ხომ. როგორია საზოგადოების განწყობა? რატომ არის მოძალადე ქმრის დასჯა სირცხვილი და რისი ეშინიათ ქალებს? სოციოლოგიური კვლევის საგანგაშო მონაცემები. რატომ და რა მოტივით ამართლებენ ძალადობის ფაქტებს მოქალაქეები და რა გამოსავალზე საუბრობენ სპეციალისტები? კანონის გამკაცრება, პრევენციული ღონისძიებები და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება შეძლებს თუ არა ხელისუფლება და საზოგადოება ძალადობის დამარცხებას? სახელმწიფომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, შეიგნოს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე. სადაც ტრადიციისა და რელიგიის მნიშვნელობა შესუსტებულია, იქ აგრესია ყოველთვის მატულობს. ჩვენმა დუმილმა და ვერ ხედვამ გამოიწვია ის, რომ არა უბრალოდ ფსიქოლოგიურად ძალადობს ჩვენზე კულტურა, არამედ ფიზიკურად ანადგურებენ დღეს ქალებს. ძალადობა ოჯახის, მორალის, რელიგიის თუ ტრადიციების სახელით. რას ვპასუხობთ 21 საუკუნის ახალ გამოწვევას? პოლიტიკოსები, დიპლომატები, პოლიტოლოგები, არასამთავრობო სექტორი, ფსიქოლოგები, სპორტსმენები, ხელოვანები და საზოგადოება. რას ამბობენ კაცები და რას ფიქრობენ ქალები? ყველა მოსაზრება და ფართო დისკუსია დღეს პირველ სტუდიაში. კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს, მივესალმებით ჩემს მრავალრიცხოვან და ძალიან მრავალფეროვან აუდიტორიას. მოგესალმებით ქალბატონებო, ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ყველანი დათანხმდით და მოხვედით ჩემთან სტუდიაში. მე შევეცადე, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ყოფილიყო დღევანდელი აუდიტორია და შევეცადე შემეკრიბეთ სხვადასხვა სოციალური სტატუსის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე ველი დღეს თქვენგან ძალიან დიდ აქტიურობას აი ამ თემაზე, ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭიროებო თემაზე ვიაქტიუროთ, ვიმსჯელოთ ერთად და ერთად დავსახოთ გამოსავალი, თუ ამას შევძლებთ, რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ იმისთვის, რომ მე მაინც შეზღუდული მაქვს დრო გადაცემაში, თქვენ კი ძალიან ბევრი ხართ და მე ყველას აზრი ძალიან მაინტერესებს. ლევან ცუცქირიძეს მინდა დაუსვა კითხვა. მე არ ჩამოვთვლი ხოლმე თქვენ რეგალიებს, ყველა თქვენგანს დაედება ეგრეთ წოდებული ტიტრი, სატელევიზიო ტერმინს ვიხმარ, ასე რომ არ გეგონოთ, რომ რაღაც სათანადო პატივს არ მოგაგდებთ. ლევან, თქვენი ბლოგი წავიკითხე, სადაც წერთ, რომ ბოლო დრომდე გენდერული თანასწორობის თემა განიხილებოდა როგორც უცხო ამბავი, უცხოელების შემოტანილი და რეალურად პრობლემას ვერ ვხედავთ. აი ეს აღქმა მართლაც არის ალბათ საზოგადოებაში, ყოველ შემთხვევაში აი ამ ბოლოდროინდელ რაღაც გახმაურებულ ფაქტებამდე ასე იქნებოდა ნამდვილად. გააქვთ აი ის მოლოდინი ამ ყველაფრის შემდეგ თუნდაც, რომ შესაძლოა ეტაპობრივად მაინც აი ეს განცდა შეიცვალოს? დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე
სასაუბროთ, მართლაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხი სამწუხაროდ აღიქმებოდა ძალიან არასწორად. აღიქმებოდა როგორც პირველი უცხოეთიდან იმპორტირებული საკითხი, როდესაც მაგალითად ჰოლანდიური თუ სხვა ევროკავშირის და ამერიკის ორგანიზაციები აფინანსებდნენ რაღაც ჩვენთვის გაუგებარ გენდერული თანასწორობის პროგრამებს და თითქოს რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამით დიდრდებოდა, ხო, რა თქმა უნდა. და მეორე, აღიქმებოდა ასევე არასწორად, რომ ეს არის მარტო ქალების საქმე. ორივე იყო ტრაგიკული შეცდომა ჩემი აზრით და დიდწილად ასევე არის რა თქმა უნდა სხვა ფაქტორები, მაგრამ ამის გამოძახილიც არის ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას თუ რა მოლოდინი მაქვს, მე ნამდვილად მაქვს მოლოდინი იმისა, რომ სიტუაცია შეიცვლება. აი რა გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? არის დღეს სათანადოდ აქტიური საზოგადოება, როგორ ფიქრობთ? სამწუხაროდ ამას დაჭირდა ძალიან ბევრი ტრაგიკული მოვლენა იმისთვის, რომ საზოგადოების ფართო წრეებამდე მიეღწია ამ საკითხის მნიშვნელობის გაგებას. და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მოლოდინი უნდა გქონდეს, მე ვფიქრობ, საზოგადოების მოთხოვნაც არის დღეს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ უპირველეს ყოვლისა, მაგრამ არა მარტო სახელმწიფომ, არამედ საზოგადოება მთლიანად ყველამ ჩვენ გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა დღეს და ამ საზოგადოებრივ დაკვეთას იმას, რომ იქნეს ეფექტურად აღკვეთილი ოჯახური ძალადობა ქალთა მიმართ და იმას, რომ ქალებსა და კაცებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის, ეს დაკვეთა დღეს არსებობს და ეს უნდა შეასრულონ ყველა. მე ჩემთან სტუდიაშიც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელიც ჩამერთვება მე გადაცემის მსვლელობისას, ასე რომ მათგან მოვისმენთ მათი სტრატეგიის და შეხედულებების შესახებ. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. მამაკაცები ახსენე და მე აბსოლუტურად გეთანხმები, ამაში დღეს ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას იმისას, რასაც არასდროს არ ვაკეთებ ხოლმე ჩემს გადაცემაში, რომ რაღაც მეც ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო აი ამ თემის მიმართ და ამ პრობლემის მიმართ. შენ წერ რომ კაცებს პრინციპში არ აინტერესებთ ეს პრობლემები. თუმცა მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი ამგვარ დისკუსიაში, საბედნიეროდ მაინც არიან მამაკაცები და საბედნიეროდ დღეს ჩემ სტუდიაშიც არიან ესეთი მამაკაცები, ვინც თვლის რომ ქალზე ძალადობა არის უღირსი საქციელი. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მიაწვდინოთ ხმა მათ, ვინც ძალადობს ქალებზე? როგორ უნდა გახდეს ეს მათთვის სამარცხვინო და როგორ უნდა გააგებინოთ, რომ ეს უღირსი საქციელი? მე ვფიქრობ, ის მამაკაცები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, მათ არანაირი ხმის მიწვდენა ბოდიშით არ სჭირდებათ, ეს კაცები უნდა დაისაჯონ. ძალადობა არის დანაშაული, რამდენადაც მე ვიცი ამ საზოგადოებაში და სულ არ მგონია, რომ მათ უნდა გადაიფიქრონ რაღაც ზნეობრივი კათარზისი განიცადონ. ძალადობა დასჯადია და ძალადობა ეფექტურად უნდა დაისაჯოს. თქვენ მართალი ბრძანდებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როგორც აღნიშნეს, აღიქმებოდა როგორც ქალთა თემა და ძალიან რთული იყო კაცების ჩართვა ამ საკითხებზე დისკუსიაში. კაცები განიხილავდნენ ფულის და ძალაუფლების საკითხებს, ხოლო ქალები იყვნენ ჩართული რაღაცა სხვა საკითხების განხილვაში სამწუხაროდ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება, ეს მდგომარეობა და ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. აჩი არველაძე არის ასევე ჩემი სტუმარი დღეს და აჩის მინდა ვკითხო. შენი აზრით რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე? რა თქმა უნდა, ქალებიც ძალადობენ იშვიათ შემთხვევაში მამაკაცებზე, თუმცა ჩვენ დღეს და ხშირად არ ხდება ეს, ასე რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რაც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად ხდება. აი რა შეგიძლია შენ უთხრა ამ ადამიანებს, შენ რომელიც ავტორიტეტული და მისაბაძი ადამიანი ხარ ძალიან ბევრისთვის ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. მეც ლევანმა ისე კარგად ჩამოაყალიბა, მე მგონი ჩემი მხრიდან მოწოდება ეხა კაცებისთვის, რომ ესე არქნა და ეს ცუდია, უბრალოდ აი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა მაქვს ხელთ მოდანილი და მინდა რომ აი სულ რაღაცა ნახევარ წუთში წაგიკითხოთ რამოდენიმე კვლევა, ეს არის 2013 წელს ჩატარებული, უბრალოდ ქალების გასაგონათაც არის, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის არის აი რომ თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ქალთა უმრავლესობაც რაღაცნაირ ისეთ აი მოკლედ ქალთა 77% გამოკითხვისა ფიქრობს, რომ ქალის საქმეა მხოლოდ ოჯახი და ბავშვების მოვლა.
ქალები 53% ქალებისა გამოკითხვისა თვლიან, რომ ქალმა უნდა მოითმინოს სიტყვიერი შეურაცხყოფა. და 16% ფიქრობს, რომ ასევე უნდა მოითმინოს ფიზიკური შეხება. 88%, ესა 9% ქალისა იკეთებს აბორტს გამოკითხვიდან, თუ არ არის სასურველი ასე ვთქვათ სქესი, ხო. ეს 24-დან 18-დან 24 წლამდე გოგოები ფიქრობენ 77%, რომ მხოლოდ ეთანხმებიან იმას, რომ კაცის სიტყვა გადამწყვეტია ოჯახში. ნუ კაცებზე აღარ ვიძახი, კაცების გაცილებით მეტია, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს 83% მშობლებისა არ ელაპარაკებიან ბავშვებს არანაირ უფლებებზე, არანაირ პრობლემებზე, 18-დან 24 წლამდე ბავშვებზეა ლაპარაკი და აი ამ 18-დან 24 წლამდე, ასე ვთქვათ, მოზარდების 79%-ს აქვს 18 წლამდე სექსი. მოზარდებს, ანუ 18-დან 24 წლამდე უკვე ბავშვი ანუ აი ესეთი როგორ ფიქრობ, აი შენ დაასახელეს ციფრები, რომელიც ალბათ საგანგაშოა პრინციპში ყოველ შემთხვევაში. აი ასეთი შეფასებები რატომ აქვთ ქალებს? კიდე ერთი პრობლემა. 39% ქალისა თვლის, რომ აუპატიურებენ იმ ქალებს, რომლებიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. ეს თვითონ ქალების მონაცემებია რა. აი ცოტა არ იყოს რასთან გვაქვს საქმე? მე მინდა რომ ჩემი აზრით პირველ რიგში ქალმა უნდა ცოტა მეტი, ესე იგი, განათლება, რა თქმა უნდა და არ მგონია რომ აი ხა რამოდე ერთი კვირის წინ მოვისმინე რომ 13 წლის ბავშვი გათხოვდა კახეთში. კი. მე არ მესმის არანაირი მათი მშობლების ესეთი რა გასაჭირია კახეთში რომ 13 წლის ბავშვი გათხოვდეს. იმ ბავშვს რამე დაუშავდეს იმ ოჯახში, არ მგონია რომ მობრუნდეს და თქვას რომ დედამიშვენე, მამამიშვენე რაღაცა ძალადობა არის, არ არსებობს ესეთი, იმიტომ რომ 13 წლის ბავშვს გაუშვებს სახელიდან, ეს იმას უკვე მოძალადე ხარ, ჩემი აზრით რა და. კი, ჩვენ ვისაუბრებთ მაგაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ოჯახმა და თვითონ მშობლებმა და ბავშვებმა მეტი იცოდნენ თავიანთი უფლებებით და შესაბამისად თორე ეხლა პოლიციას დავაბრალოთ ის რომ არ ერევა ოჯახურ პრობლემებში, აი გუშინაც ვახსენე გადაცემაში, რომ საბოლოო ჯამში ქალი მაინც ინდობს კაცს. ანუ რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს, წავიდეს პოლიციაში, დაწეროს განცხადება, მივიდეს იქამდე, რომ საბოლოო დასაჭერი აღმოჩნდეს მისი ქმარი, 10-დან 8-ს გამოვა განცხადება, შვილის მამა, იმის დედა, ამის მამა და საბოლოო ჯამში ვერ დგავს იმ ნაბიჯს, რომ დაიცვას თავი და მე ვფიქრობ, რომ მან ცოტა უფრო ისე კარგად უნდა დადგეთ და შესაბამისად როგორც ლევანმა თქვა დაისაზოს ის კაცი ვინც მოძალადეა. დიდი მადლობა აჩი. ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგია, ასევე დღეს ჩემი სტუმარი და ნათიას მინდა ეხა შემდეგი შეკითხვა დაუსვა. ვიდრე გამოსავალზე ვისაუბრებდეთ და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. თქვენი აზრი მაინტერესებს ნათია. დღეს 21 საუკუნეში ეს არის რეალურად 21 საუკუნის პრობლემა თუ არა და რატომ დგას დღეს ეს პრობლემა აი ასე მწვავედ როგორც აღმოჩნდა საქართველოში? აგრესიისთვის საუკუნეს მეჭობა რომ რაიმე მნიშვნელობა ქონდეს აგრესიულობით ეს საუკუნე არც ერთს არ ჩამოუვარდება თუ არ აჭარბებს. მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ იმდენი აზრი შეიძლება გქონდეს რომ იოლადაც გადავდივარ ახლა ტალღიდან ტალღაზე აი შეთანხმოყვანილი ფაქტების მიხედვით მე ვფიქრობ რომ მართლაც ინსტიტუცია უნდა იყოს უფრო ფხიზლად და როდესაც 13 წლის ბავშვს მეურვე მშობელი ატანს და ნებართვას იძლევა რომ ბავშვი გათხოვდეს მე მგონი რომ ოჯახსაც უნდა მოეკითხოს პასუხისგებლობა. ძალიან ბევრი თუ კი მან ეს არ იცის უნდა დაისწავლოს ეს რაღაც ესეთი დასწავლის მეთოდით. ძალიან ბევრი მიზეზი დასახელდა აი ამ 2 კვირის განმავლობაში, თუ არ ვცდები სწორედ ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე აქტიურად საუბრობს მედია და საზოგადოება აი ამ პრობლემაზე. ბევრი მიზეზი დასახელდა სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, რომ ეს არის მენტალური პრობლემა, რომ ეს არის განათლების უქონლობის პრობლემა, რომ ეს არის რელიგიური დაბნეულობის პრობლემა და ამიტომაც მე შევეცდები, რომ ყველა თქვენგანის აზრი ამაზე მოვისმინოთ. თუმცა აი მაინც როგორ ფიქრობთ ნათია, არის რაღაც კონკრეტული რაც განაპირობებს ძალადობის წახალისებას? ყველაფერი ერთად.
ყველაფერი ერთად და შეიძლება ხანდახან იყოს უბრალოდ ისეთი ბანალური მიზეზიც, როგორიც არის, ვთქვათ, ეჭვიანობა და ეს მარტო საქართველოს ამით არ გამოირჩევა, ხო ყველაზე გახმაურებული ბოლოს O.J. Simpson-ის საქმეც გვახსოვს. ყველგან ხდება ასეთი რამ, მაგრამ ძირითადად ზოგადად აგრესიული გარემო, როდესაც ასეთი რამ ხდება, ყველა იშორს იმისკენ ხელს ბრალეულობისთვის, ვინც მას განსაკუთრებით არ მოსწონს და მიზეზი ჰგონია. ნუ ვიღაცას მიაჩნია, რომ რელიგიაა დამნაშავე, ვიღაცას მიაჩნია, რომ მენტალიტეტი, ვიღაცას მიაჩნია, რომ რაღაც. მე მგონია, რომ ყველა ერთად. ზოგადად ეს შფოთვითი ატმოსფერურად იქნება, ასევე ჩვენი ხასიათი, რომ პრობლემის მუდმივად დეფინიციას ვაკეთებთ, სახელს ვარქმევთ, მაგრამ არასდროს არ არის მე სტრატეგია რუტინულად დროში გაწერილი, თუნდაც მსჯელობები ამაზე, აი თუნდაც ამ არასრულწლოვანების გათხოვებაზე უფრო ხშირი რო იყოს თემები და დისკუსიები, ეს იქნებოდა უკეთესი. თუნდაც აი სწორი დაყენება იმისი, რომ რა არის ოჯახის შერცხვენა და რა არა. და რამდენად უფრო შერცხვენილია ოჯახი, როდესაც მოძალადეს უტოვებს თავის მცირეწლოვან შვილს და ვერ იცავს მას. თუნდაც ის რომ დღევანდელი მოთხოვნით ის რომ შენი შვილი არ დაჩაგროს ვინმემ და სად წავიდე რომ წავიდე ეს საკითხი არ ედგეს ქალს. დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა არის სწორფასოვანი განათლების მიცემა, როგორც ბიჭისთვის, ასე გოგოსთვის და არც ის რომ ქონება ეკუთვნის მხოლოდ ბიჭს. რაც ხშირად არის, ხო? იმიტომ რომ ერთი პაწაწინა კუთხე მაინც შეიძლება რომ შენს ქალიშვილსაც გაუყო, რომ რამე რომ იყოს ჭერი თავზე კონდეს. ნუ ძალიან ბევრი თემა არის, რაზეც შეიძლება ლაპარაკი, თუნდაც მე კიდე ვიძახი რომ შფოთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები და ჟურნალისტები არ არიან უბრალოდ საზოგადოების უბრალო ნაწილი, ეს არის მართლაც მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი იარაღი უჭირავს ხელში. ამიტომ აქაც ზომაწონის დაცვა იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს მუდმივად სტრესში და ეს არ იყოს მიზანი, რომ მუდმივად იმდენად ჭარბი იყოს ნეგატივი, რომ ადამიანს არ ქონდეს სულისმოთქმის საშუალება. მე მგონი ესეც ძალიან შეამცირებდა ნერვიულ ფონს. ნუ კიდევ არის რა თქმა უნდა სახელმწიფოს გაჭირვება სოციალური პრობლემა. რომ მშიერი ადამიანი ნამდვილად უფრო ცუდად აკონტროლებს იმპულსს, ასევე ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარებისას ადამიანი, რომელსაც ტვინს ქერქი აქვს დაზიანებული, შესაბამისად როგორც კაბელს გათლი ნერვული სისტემა იმდენად ლაბილური, ასე რომ პრობლემები მართლაც ძალიან ბევრია და პრობლემას სახელი დავარქვით, მივხვდით, რომ ასეთი ფაქტები ხდება. ფაქტები ხდება ყველგან მთელ მსოფლიოში, მიზეზებიც სხვადასხვა, მაგრამ იმდენია, რომ მთელი წელი ეყოფა აღსაზრდელად საზოგადოებას. მთავარია ვიპოვოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. ამ თემას გავაგზავნებ მედიის თემას, მე და თქვენ ამაზე სხვათა შორის კი ვიკამათეთ ცოტა სოციალურ ქსელში. ქალბატონ ლანასთან მინდა გავაგზავნო ეს თემა. ქალბატონ ლანა, თქვენი დაკვირვებით რასთან გვაქვს დღეს საქმე? რეალურად გაიზარდა და გახშირდა ძალადობის ფაქტები, თუ ეს არის მართლაც რაღაცა მედიისგან მეტი ყურადღების თემა, როგორ გონიათ? არა, მე მგონია, რომ ეს მაინც რაღაცა მოპოვებული თავისუფლების შედეგია ის, რომ ამ თემაზე ღიად ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ კარგია თუ ცუდი? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად გეთანხმები. არა, მე მგონია, რომ ჩვენ ეს თვალთმაქცობა, აღმოსავლური თვალთმაქცობა, ასე ვიტყოდი, რაღაცნაირად გამჯდარი გვაქვს სისხლში. ნამდვილად, აი ტრადიციულად მოყვება. აი თუნდაც ეს კაცების დამოკიდებულება ქალის მიმართ ერთის მხრივ ვითომ თაყვანისცემა და მეორე მხრივ ხო თუნდაც სადღეგრძელოება უბრალოდ სადღეგრძელო რო გაიხსნა და აი მართლა ეს გამოხატული თაყვანისცემა ქალის მიმართ და მეორეს მხრივ ქალის მართლა ელემენტარული უფლებების უგულვებელყოფა. ეს ერთად არის ჩვენ საზოგადოებაში და ეს არის აი ის მართლა მენტალური პრობლემა, რომელსაც ნუ ყველანაირად უნდა ვებრძოლო და ისიც რა გითხრათ, მე აღარ მეგონა რომ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ ქვეყნად. პირველად გავიგონა დღეს ეს გაეროს მონაცემები, არ ვიცოდი, იცი და უბრალოდ აი პირდაპირ შემიძლია თქვა, ისეთი გაოცებული ვარ და უკვე ეს აღარ არის ახალების დამოკიდებულება. გაოცებული ვარ. თურმე რა გჭირდება კიდევ? როგორი მართლა არ ვიცი აღმზრდელობითი განმანათლებლური პროპაგანდისტული იდეოლოგიური არ ვიცი ყველანაირი მუშაობის ჩატარება როგორ ქალი იყოს ამდენად შეგუებული ძალადობას ნუ მე ახლა მკვლელობაზე აღარ ვლაპარაკობ ეს უკვე მართლა რაღაც საოცრებაა მართალი რო გითხრათ
უბრალოდ მე ხა კიდევ უფრო ღრმად დავინახე აი ეს პრობლემა, რომ ეს არ არის მართლა კაცების პრობლემა, ეს კიდევ უფრო არის ქალების პრობლემა, რომ ქალებმა გაიაზრონ, აი მე არ მგონია რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ბატონო როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ გაიაზრონ ქალებმა? არ ვიცი, აი ეს უკვე არის მართლა აი ყოველდღიური მუშაობის შედეგი. ანუ ამაზე უნდა ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ ბევრი, რაც შეიძლება ღიად. დისკუსიები. მე საერთოდ სულ იმაზე ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა აი ძირები გამოვამჟღავნოთ ამისი. წყარო. აი ერთ-ერთი წყარო მართლა ის არის, ტყუილად არ თქვი, ეს თვალთმაქცობა, იცით? მართლა გვაქვს ეს რაღაცნაირად, აი არ ვიცი, მოგდგამს ეს საერთოდ. და ნამდვილად ეს მგონია აღმოსავლური თვისება. აი ბიზანტიურ აი ესეთი აღმოსავლური, იცით, რომ გარედან თითქოს ყველაფერი კარგად ჩანს და შიგნით შეიძლება ის კაცი, რომელიც ასეთ სადღერძელოს აბობს, მერე წავიდეს და გაარტყას ქალს. მართლა რაღაცა შეუთავსებელი ამბებია, მაგრამ საერთოდ აი ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება, ეს მაინც არის საზოგადოების სხვა საფეხურზე ასვლის შედეგი. აი ის რომ ყველა ამაზე ვლაპარაკობთ, ღიად, აშკარად და აქტიურად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დიდი მადლობა და გიანოდია ასევე ჩვენი სტუმარი. სწორედ აი დღეს რაც ხდება ამასთან დაკავშირებით მინდა გავაგრძელო. მე გავეცანი თქვენს მოსაზრებას, სადაც ამბობთ, რომ ნებისმიერი ახსნა უნდა სცემდეს პასუხს არა მხოლოდ კითხვას. რატომ ხდება ეს, არამედ რატომ ხდება ახლა? რატომ ვერ ვუპასუხეთ აი ამ კითხვას, ბატონო გია, აქამდე თუ კი საერთოდ ისმებოდა ასეთი და ამგვარი შეკითხვა? ნუ ახლა გენდერული პრობლემა და ქალების მიმართ უპატივცემულობის თუ ჩაგვრის პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ ფიზიკური ძალადობის და მკვლელობების ასეთი ტალღა აქამდე არ ყოფილა, ასე რომ ბუნებრივია ერთგვარად რომ ახლა გამწვავდა ეს პრობლემა, ნუ და ახლა ამაზე ასეთი აქტიური საუბარი, ნუ რატომ ახლა ამას აქ რა თქმა უნდა გარკვეული სოციალური მიზეზი და პოლიტიკურიც, სოციალური ალბათ არის ის, რომ ჩვენ ვართ მაინც გარდამავალი საზოგადოება ძალიან შეიცვალა ბოლო წლებში, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ ქალების როლი გაიზარდა და ქალი გახდა უფრო დამოუკიდებელი და მაგრამ ამავე დროს საზოგადოებაში არ არის კონსენსუსი იმაზე, თუ რა არის ქალის საქმე, ასე ვთქვათ, რა არის კაცის საქმე, ანუ ამ ქალის მეტმა დამოუკიდებლობამ გამოიწვია ერთგვარი უკურეაქცია, შეიძლება ასეც ახსნათ ეს ვითარება. მაგრამ მეორე მხრივ არის პოლიტიკური მიზეზი, ზოგადი პოლიტიკური ვითარება სოციალური ძალადობის, მე ვიტყოდი, თუ აქამდე წინა ხელისუფლების დროს იყო ჩივილი, რომ აი ხელისუფლება ძალადობს, სახელმწიფო ძალადობს, რეპრესიულია და ასე შემდეგ, სწორია თუ არასწორია სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი აღქმა იყო საზოგადოებაში. ახლა არის სოციალური ძალადობის დრო, ასე ვთქვათ, ჩვენ დღეს ამაზე ვსაუბრობ, გუშინ ვიყავი თოქ-შოუში, სადაც რელიგიურ ძალადობაზე იყო საუბარი, მანამდე ვსაუბრობდი, ვთქვათ, სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობაზე, იმაზე რომ ფსიქეებში, ვთქვათ, კრიმინალური ავტორიტეტები ისევ ძალადობენ რაღაც რიგით პატიმრებზე, სადღაც ფერატკანიანებზე იძალადეს და ამ შემთხვევაში ყველგან ფიზიკურ ძალადობას გულისხმობ და არა რაღაც რთულ ფორმებს ძალადობისა. და ეს ტალღა არსებობს და ნუ ჩემი აზრით ეს ამიტომ ქალთა მიმართ ასეთი ფიზიკური ძალადობის ტალღაც რაღაცნაირად ამაში ჯდება. ეს არის ერთგვარი ნუ სამართლიანობის აღდგენა გენდერულ ურთიერთობებში, რომ აი ქალებს უნდა დაუბრუნდეს, ქალები უნდა დავაბრუნოთ სადღაც იქ, სადაც მათი ადგილია, ასე ვთქვათ. ნუ ამ მოძალადეების თვალით ცხადია. თუმცა მამაკაცების ნაწილი ალბათ მიიჩნევს, რომ ქალების ადგილი არის სამზარეულოში. არა მარტო მამაკაცებს, თქვენ თქვით, რა თქმა უნდა, არა. ხო, არა, ვინც კლავს შეიძლება მაგას გულისხმობს სწორედ, ან არა მარტო სამზარეულოში, არამედ მორჩილი უნდა იყოს კაცის. და ამას ეთანხმება ქალების დიდი რაოდენობაც, როგორც ვნახეთ, ხო? ანუ აქ თავარია, რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს არის რაღაც პიროვნული დრამა და ტრაგედია, ხო, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ტალღაზე ან სოციალურ ეპიდემიაზე, რასაც ვხედავთ, ხო, აქ თავარია გამმართლებელი, რომ ბევრი მათ შორის ქალი ამას ამართლებს, რომ ქალი, რომელიც არის ძალადობის ხვერპლი, რაღაცნაირად იმსახურებს ამ ძალადობას, ხო? ანუ აქ არის რაღაც სოციალური ადგილის მიჩენაზე საუბარი და ნუ ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა გახდა ეს აქტუალური.
გასაგებია, ძალიან ბევრი კომენტარი იყო თქო, მე თქვი არა ერთხელ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ახლა თქვენ რო საუბრობდით, გამახსენდა სწორედ პრემიერის შეფასება იყო ასეთი, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ წილა და მე ხა მოკლე შინაარს ვამბობ, ციტირებას არ ვახდენ, ამიტომ იმედია თუ რამე შემეშალა აპატიებენ. მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და სწორედ ამის შედეგიც არის ის, რაც ხდებაო, ეს იყო კომენტარი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ნუ, ახლა ეგ უკვე ახლა პოლიტიკური კომენტარია, რომ ყველა პრობლემა თუ კი არის ქვეყანაში, ხელისუფლებების ნიშანია, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, წინა ხელისუფლებას გადააბრალოს, ეს ბუნებრივი ინსტინქტია შეიძლება, რომელიც ხანდახან ამ შემთხვევაში ცოტა კომიკურად ჩანს, ჩემი აზრით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს როდესაც ლაპარაკია ფიზიკური ძალადობის ტალღაზე, ეს არის პოლიტიკური პრობლემა და საბოლოო ჯამში ამაზე პასუხს აგებს პირველ რიგში სახელმწიფო, იმიტომ რომ, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, რომ ძალადობა არ დაუშვას და გარკვეულად სახელმწიფომ, ჩემი აზრით, გაუშვა ხელიდან მონოპოლია ძალადობაზე. იმიტომ რომ ის იწყნარებს ძალადობას სხვადასხვა სფეროში და რაღაცნაირად შეიძლება ინსტინქტურად ეს ზოგიერთმა ძალადობისკენ მიდრეკილმა კაცმა იგრძნო, რომ ახლა არის ძალადობისთვის კარგი დრო. გასაგებია თქვენი მოსაზრება, პოლიტიკა ვახსენეთ, რა თქმა უნდა, ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღეს ჩვენი დისკუსია მსჯელობა თამარ კორძაიასთან მინდა, პარლამენტის წევრები არიან დღეს ჩემთან სტუდიაში და ქალბატონ თამარს მინდა დაუსვა შეკითხვა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიმართა საკომიტეტო მოსმენა, უწყებათა შორისი ჯგუფის ხდომა თუ არ ვცდები. თქვენი აზრი მაინტერესებს და ზოგადად რა ღონისძიებები უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ აი აღმოიფხვრას ეს პრობლემა. გააქვთ რაღაც კონკრეტული რეცეპტი ამასთან დაკავშირებით? ვადლობთ, კონკრეტული ისმის ხო მგონი? ჩართულია კი ისმის. კონკრეტულის თქმაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ აქ ძალიან მრავალმხრივია ეს პრობლემა. და ამიტომ ასე სწრაფად და მყისიერად გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ის ეტაპი, სადაც ვართ ახლა, არის ის, რომ აღმოვაჩინეთ სწორედ 21 საუკუნეში, როგორც თქვენ გაუსვით ხაზი, გვინდა თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის. ეს ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა. ჩვენ არ ვიყავით ამაში დარწმუნებული და დღეს მივედით იმ ეტაპამდე, რომ ჩვენ გვინდა ეს თანასწორობა. ყოველ შემთხვევაში ამ დარბაზში, ვისაც მე უსმენ, ყველა აღიარებს, რომ გვინდა და უნდა იყოს ქალსა და მამაკაცს შორის რეალური თანასწორობა. ეხლა უნდა ვისწავლოთ, რა არის ეს თანასწორობა რეალურად, რაში გამოიხატება ეს თანასწორობა. და ეს არის ძალიან რთული, ჩემი აზრით, და ხანგრძლივი პროცესი. ეხლა როგორც პარლამენტის წევრი და როგორც პოლიტიკოსი, როგორ ვხედავ მე ამ საკითხის გადაჭრას. მე ვეთანხმები ქალბატონ ნათიას, რომელმაც აბსოლუტურად სწორად გაუსვა ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას ხაზი ამ სფეროში, ეს არის ქალის, ასე ვთქვათ, ფინანსური და ქონებრივი სიმყარე რეალურ ცხოვრებაში. ძირითადად ხდება ისე, რომ ქალები არ არიან მემკვიდრეები. ან უარს ამბობენ ნებაყოფლობით თავიანთ წილ ქონებაზე. და ოჯახებიც როგორც ნათიამ აღნიშნა, ზოგადად არც ფიქრობენ იმაზე, რომ მათი უზრუნველყოფა ეს ერთია, როდესაც მისი ოჯახი, მშობლების ოჯახი და ასე შემდეგ და მეორეა, როდესაც ქალი თხოვდება და საერთოდ თანასაკუთრება არ აქვს. ეს ქალი რჩება ყოველგვარი დაცვის გარეშე. ეს არის ურთულესი თემა და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ძალიან სერიოზულად და ღრმად უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ მე როგორც პარლამენტის წევრი ამ ვალდებული საზოგადოებამ ანუ ვისაუბროთ ამაზე და ის განათლებასთან მივდივართ თუ ფიქრობთ რომ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყვეტოს. სამართლებრივი რეგულირებაც ზომიერი და ისეთი, რომელთაც ქალი მეტნაკლებად იქნება დაცული. რატო ვლაპარაკობ ამას? ამ დღეებში ერთი კვირის განმავლობაში, რაც ეს თემები ტრიალებს, უამრავი ქალი მწერს, რომლებიც მეუბნებიან, რომ მაგალითად არ აქვთ წასასვლელი და იქნებ რაღაც ფორმით დავეხმაროთ. მაგალითად დღეს მომივიდა წერილი, სადაც ერთი ქალბატონი მწერს, რომ მამა თავს არიდებს ალიმენტის გადახდას და მას არ აქვს შესაძლებლობა. მამებო, რომლებიც ამას თავს არიდებთ, უბრალოდ არ გინდათ ამ სახით ცოლზე ძალადობა, იმიტომ რომ შვილებს ღუპავთ ამ შემთხვევაში და აი ეს საკითხები არის უმნიშვნელოვანესი.
და მე როგორც პარლამენტის წევრი ვთვლი რომ ვალდებული ვარ ამაზე ვიმუშაოთ ჩვენ უკვე ვესაუბრეთ აქ არის ქალბატონი თამარი რომელსაც ვთხოვე რომ ამაში დაგვეხმაროს შევისწავლოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკა. Როგორ შეიძლება ქალი, რომელსაც ოჯახმა არაფერი არ მისცა და ასევე დაუცველია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ზოგი შემთხვევაში ქმარი არ უშვებს ქალს სამუშაოდ. და ამითი კიდევ მიუხედავად რომ შეიძლება ოჯახმა მისცა, მშობლებმა მისცეს განათლება, მისცეს შესაძლებლობა, ის უკვე თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან ვერ ეწევა ანუ განახლებას არ ახდენს თავისი ცოდნის და ის სრულიად უნაროა საკუთარი ინტერესები დაიცვას. და ვფიქრობ, რომ აქ უკვე სჭირდებათ სახელმწიფო მხარდაჭერა. თვლი რომ ეს ერთ-ერთი ძირითადი ხაზია სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად. კი, და კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ქალები მიმართავენ შესაბამის უწყებებს დაცვისთვის და დახმარებისთვის, რეაგირებისთვის ძალადობაზე, რამდენად დაცულები არიან ისინი აი ამ ორგანიზაციების და ამ უწყებების მხრიდან? რამდენად საკმარისია მათი ძალისხმევა, როგორ ფიქრობთ თქვენ? დიახ, ახაც ზუსტად იქამდე მივდივართ, მინდოდა თუ არა, ჩვენ მე ვფიქრობ, რომ არ იყო საკმარისი და ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უკვე პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება და მიიღო კანონი, რომელთაც გაცილებით უფრო იზრდება პოლიციის უფლებამოსილებები და ვალდებულებები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში და ვფიქრობთ, რომ ამან პრინციპში უნდა შეცვალოს არსებითად ეს გარემო, რაც გვაქვს რეალურად. აქამდე რაც იყო, მე ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო საკმარისი ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. სწორედ ეხლა, როდესაც ჩვენ საუბრობდით და მე თქვენ გისმენდით, მე ჩემმა პროდიუსერმა შემატყობინა, რომ ჩვენ დაგვიკავშირდა და თუ არ ვცდები მოსულია ეს ადამიანი ტელევიზიაში. მე ვთვლი, რომ მას შეუძლია შემოვიდეს ჩვენთან სტუდიაში და თავისუფლად ისაუბროს იმ პრობლემაზე, თუ აქვს მას რა თქმა უნდა ამის სურვილი, თუ არა და მე გავაცნობ აუცილებლად აქ ვთხოვ საზოგადოებას იმ პრობლემას, რომელზეც ამ ქალბატონმა ისაუბრა, თუ არ ვცდები ქალბატონია. ესენი არიან მშობლები, ახალგაზრდა გოგონასი, რომელიც არის ბრიტანეთის მოქალაქე. არ შემეშალოს რამე, აუცილებლად ვთხოვ პროდიუსერს, რომ კიდევ გამიმეორეთ კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ ისინი. ამ გოგონას ურეკავენ, ხშირად ემუქრებიან. ერთი კონკრეტული პირი ურეკავს, არ ვიცი ცნობილია თუ არა ამ ადამიანის ვინაობა, მათთვის როგორც აღმოჩნდა, მათთვის ეს ცნობილია და მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, თუმცა არ ყოფილა არანაირი რეაგირება. აქ არიან პარლამენტის წევრები, აქ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, აქ არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი და მე მინდა რომ თქვენგან მოვისმინო ეხლა მზად ხართ თუ არა რომ ჩაერიოთ თუნდაც აი ამ კონკრეტულ პრობლემაში, შეხვდეთ ამ ადამიანს და მოახდინოთ რეაგირება. სათანადო რეაგირებაც კი არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დიახ, აქ არიან მოსულები. კი, საქართველოდან. კი, და ისინი ითხოვენ თქვენთან შეხვედრას, ასე რომ იმედი მაქვს რომ შეხვდებით. მათ არის სურვეს შემოსვლა ჩვენთან, ასე რომ მე გავაგრძელებ გადაცემას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ღია ჩვენი სტუდია მათთვის. მანენასთან მინდოდა გადასვლა, მაგრამ გავაგრძელოთ მოდი ეს თემა, თან ვინაიდან კიდევ რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე იყო, ეკას მინდა გადავცეთ მიკროფონი. ვერ ავწდები, რა თქმა უნდა, იმ კომენტარს ეკა ბესელია, ჩვენი სტუმარი, პარლამენტის წევრი, იმ განცხადებას, სადაც საუბრობდი მკვლელობის მიზეზების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გააკეთე შემდეგაც კომენტარი და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებამ ის მოისმინა. თუმცა მე მაინც მინდა დღეს კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ და მოვისმინოთ პარლამენტის წევრის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის ახალი პრობლემა, რაც დღეს ხდება საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც, ის სტატისტიკაც, რომელზეც მეც ვისაუბრე, აქ აჩიმაც ისაუბრა ამ ყველაფერზე, მოწმობს ამას, რომ ძალადობის გახშირებული შემთხვევები იყო გასულ წლებშიც. თუმცა დღეს ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, ხმამაღლა ვსაუბრობთ და უფრო მეტ ვსაუბრობ. დღეს რატომ დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ აი ამ კომპლექსურ მიდგომებზე საუბარი თქვენი მხრიდან, კერძოდ კანონმდებლების მხრიდან თუნდაც?
პირველ რიგში თქვენ რატომ არ მოგესალმებით და დაინახეთ ეს პრობლემა უფრო ძალიან ადრე, კარგია. ვიდრე აი ასეთ სავალალო ფაქტებამდე მივიდოდით? ბოლოს 3 იყო ნამდვილად შემზარავი ყოველ შემთხვევაში. პირველ რიგში ძალიან კარგია, რომ ამ თემაზე ასეთი ფართო დისკუსია მიმდინარეობს და მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ხშირად ასეთი დისკუსია გაიმართოს განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც უნდა იყოს ძალიან აქტიური მოკავშირე ამ პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიას და ამ საკითხს დაუბრუნდები, იმიტომ რომ კომიტეტის ხდომაზე, როდესაც ვიხილავდით ამ თემის სიღრმეებს და მასშტაბს, ჩვენ შევეხეთ მათ შორის მედიის როლსაც. ეკა თქვენ შესავალში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტი დასვით. და თითქმის ყველა კომენტარში, რომელსაც ვისმენ ამ დღეების განმავლობაში და ძალიან ყურადღებით ვისმენ, აბსოლუტურად ყველა ჯანსაღი კომენტარი ან იწყება ან თავდება იმით, რომ გავარკვიოთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი, სად არის მიზეზთა სათავე და რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როგორ უმკურნალოთ და მოვერიოთ ამ პრობლემას, რომელიც არ არის დღეს ან ამ დროის და რაღაც ახალი პერიოდის პრობლემა და შორს ვარ იმას რისგან, რაზეც ბატონ გია საუბრობდა, ნოდია ნამდვილად არ მინდა რომ პოლიტიკური კონტექსტი დავამძიმო ეს თემა, მე ვიტყოდი რომ ცოტა უნდა მეტად მოვახერხოთ, პირიქით გავათავისუფლოთ პოლიტიკური სიმძიმეებისგან თემა, რომელიც ისედაც ძალიან მძიმეა თავისი შინაარსით და შევეცადოთ რომ მე ჩემ თავზე ვსაუბრობ და იმ ადამიანებზეც, ვინც ვის გამონათქვამსაც ვერ დავეთანხმები, რომ პასუხისგებლობით შევხედოთ ამას და არ შეიძლება ამ პრობლემის განხილვა ხელისუფლების ჭრილში, ვინ როგორ მოქმედებს მხოლოდ, თუმცა ძალიან დიდი როლი აქვს ბუნებრივია ნებისმიერ ხელისუფალს, რომლის პერიოდშიც ხდება ნებისმიერი ძალადობის ფაქტი. ამ პრობლემას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი. და არ შეიძლება ერთი სიბრტყიდან მისი განხილვა. ნათია საუბრობდა, აბსოლუტურად ვეთანხმები, ჩვენთან ფსიქოლოგები საუბრობდნენ საკომიტეტოს ხდომაზე, ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა და იყო ძალიან ბევრ ფაქტორზე საუბარი. მე მიმუშავია პარლამენტში მოსვლამდე 12-13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე, ძალიან ბევრ მკვლელობის საქმეზე. და ძალიან კარგად ვიცი ზოგადად ამ ტიპის ტრაგედიას რამდენად ახასიათებს ძალიან ბევრი ინდივიდუალური ფაქტორი. ჩვენ ამიტომაც გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში მკვლელობის რამდენიმე მუხლი და არ არის მხოლოდ განზრახველობა. არის მკვლელობა აფექტში, არის აუცილებელი მოგერიებით, არის ფარგლებს გადაცილებით, არის დამამძიმებელი გარემოებით და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ არც ერთი დანაშაული ზოგადად და არც ერთი მკვლელობა არ იქნება ბოლომდე სახელდარქმეული სწორად თუ მიზეზები არ გაიგე, თუ არ დაადგინე რა მოხდა. შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება. პრევენცია იყო თუ არა საკმარისი, რომელიც განხორციელდა, თუ არ იყო რატომ. სწორედ მინდა კითხოთ ეკა. როგორ ფიქრობთ, სათანადო რეაგირება არის აი ძალადობის ფაქტებზე? აი სწორედ ეხლა დავასახელე მაგალითი ის ქალბატონი თქვენ გელოდებათ და აქედან რომ გავხვალთ, მე იმედი მაქვს რომ თანახმახართ რომ მას მოусმინოთ. არა, არანაირი პრობლემა ამის არ არის, ბუნებრივია სახელს და გვარს რეაგირება არის სათანადო აი ამ პრობლემებზე. ჰიპოთეტურად საუბარი რთულია. აი ამიტომაც ვამბობ და როდესაც აბსოლუტურად რელევანტური შეფასება გავაკეთე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვი რომ უნდა გავარკვიოთ მიზეზები რა ხდება და რატომ მოხდა თუნდაც ეს შემთხვევა. ამას გულისხმობს თუ სახელი სწორად არ დაარქვი, როგორ უნდა უმკურნალოთ პრობლემას. და აქვე მინდა თქვა, აუცილებლად მინდა ეს თქვა ეკა. მე ძალიან მაკრთობს პირადად, როდესაც ვისმენ ასეთ კომენტარებს, რომ რასაჭიროა მიზეზების გარკვევა, მოდით პირდაპირ ვიმოქმედოთ, დავსაჯოთ ის ადამიანი და ერთ-ერთი კომენტარი ისიც იყო ილიას უნივერსიტეტში, რომ მოხდა ეს საზარელი მკვლელობა, მკვლელი დავსაჯოთო. ცავისთავად ძალადობის მატარებელი ადამიანი, როდესაც უკვე ამბობს, რომ არ მაინტერესებს მიზეზი. არ შეიძლება ეს ასე ხისტად მიდგომა, იმიტომ რომ თუ ასევე მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ ამ ძალიან მძიმე თემას, ეხლა როგორც ვისმენდი და არ მინდა ეხლა კომენტარები ვაკეთო ამ შეფასებებზე, მაგრამ იგივე გარემო, აგრესიული გარემო, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. აჩ საუბრობდა გაეროს კვლევებზე და იქ იყო ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი კვლევა. როგორია, რამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში
ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას აღზრდის პროცესში. და იცით რა მხელა პროცენტია? 30%-ზე მეტი იყო მშობლების. მათ შორის იყვნენ ქალებიც საკმაოდ დიდი რიცხვი, რომლებიც ამართლებდნენ ბავშვის აღზრდის პროცესში ძალადობრივი მეთოდის გამოყენებას. ბევრ რამეს ვაბრალებ. რა არის არ შეიძლება ერთ კონკრეტულ დამოკიდებულების მიზეზი. თუ ესე გვინდა უპასუხო პირდაპირ, ალბათ განათლების პრობლემა არის. მე სწორედ იმას ვამბობ, ბევრ რამეს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განათლების საკითხი. რა ტიპის ღირებულებათა სისტემაში გვინდა ვიცხოვროთ? იქ სადაც ძალადობა გამართლებულია, იქ სადაც გამართლებულია რომ ქალის ადგილი არის ან სამზარეულოში, ან უფლებრივად ის უფრო შეზღუდული უნდა იყოს. თუ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ იმ სივრცეში, ბუნებრივი პრობლემები სულ იქნება. თუ პატივს სცემთ ადამიანს და თავისუფლებით და ქალს, ბუნებრივია. წლამდე გოგოები იძახიან, რომ 77% ქალის საქმეა სამზარეულო. კი, 18-დან 24 წლამდე გოგოები. მიკროფონის გარეშე არის მე 3 მე ვფიქრობ რომ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ პრობლემას ეკა და მე მგონია რომ აი ჩვენ ის რატომ არ შეხედეთ აქამდე ამ პრობლემას კომპლექსურად? რას ნიშნავს? მანამდე იყო თქვენთვის ეს პრიორიტეტული ეს თემა თუ აი მე შეგახსენებ თქვენ ვიდრე ჩარშან რატომ აი გეტყვით ჩარშან და გაიმართა ზაფხულშიც მე მახსოვს აქციები ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით აი მაშინ თუ იფიქრეთ იმაზე რომ რაღაც სტრატეგია უნდა შეგემუშავებინა თქვენ კანონმდებლები ხართ ამიტომ სწორედ ჩარშან მივიღეთ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც მაშინ არავინ არ მიაქცია ყურადღება და არც თქვენმა კოლეგებმა. ეკა სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაცა მოდური თემებით ხდება გადაცემების მოწყობა ეთყობა, თორემ ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ჩვენი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება. მაშინ ეს რეკომენდაცია არავისთვის არ გამხდარა საინტერესო, მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ძალიან მე ვიტყოდი აი ზუსტ ადეკვატური რეაქციით გამოირჩევა. ესეც კარგი იმპულსია დამამშვიდებელი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ესეთ ფაქტებს ხვდებით ჩვეულებრივ და ვიტყვით მე რა მოხდა ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც ეს ხდება ბევრად უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში და ამით დავიმშვიდებთ თავს. ეს ერთ-ერთი ძალიან სახიფათო ტენდენცია იქნება. კარგია ეს რეაქცია, კარგია ეს პაკეტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ბევრი რამ შევცვალეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის კუთხით, იცით ეს პაკეტი, რომელიც ძალიან ბევრ კანონში ცვლილების შეტანილია. არ არის საკმარისი. კანონის გამკაცრება არ არის ყოველთვის პრევენცია, იმიტომ რომ აი აქ მგონი აჩი ამბობდა. ძალიან ბევრი ქალბატონი შეიკავებს თავს, თქვას, რომ მასზე ხორციელდება ძალადობა, როდესაც იცის, რომ მუხლში არის სანქცია, რომ ის მეუღლის დააპატიმრებენ. ამიტომ კანონის სიმკაცრე აი სიკვდილი დასჯა არსებობდა, ხო? გახსოვთ და მკვლელობები ხდებოდა. ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი. განათლება, სოციალური პროექტები, გარემო, მედია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ არქმევს, რა სახელს არქმევ მოვლენებს. დიდი მადლობა ეკა. თამარ საბედაშვილი არის ასევე ჩვენი სტუმარი და აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში მუშაობთ აი ამ თემაზე, აი ამ პრობლემაზე და ის რაც ზოგიერთებისთვის საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის დღეს გახდა ასეთი აქტუალური, სწორედ ალბათ იმ ფაქტების გამო, რაც ბოლო კვირის და ბოლო კვირების განმავლობაში ხდებოდა, თქვენთვის ეს თემები უფრო ნაცნობი და თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო პრიორიტეტულიც არის. აქ აჩიც საუბრობდა, მეც გადაცემის დასაწყისში ვისაუბრე კვლევებზე და გასულ წელსაც გამოქვეყნდა რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით ქალების საკმაოდ დიდი პროცენტი, თუ არ ვცდები 60-მდე და ერთ-ერთ კვლევაში იყო კიდევ უფრო დიდი 70%-მდე, მიიჩნევდა, რომ ქალმა ძალადობის სხვადასხვა ფორმა უნდა მოითმინოს. რამდენად რეალისტურია აი ასეთი განწყობა და როგორ ფიქრობთ თქვენ, რატომ აქვთ ქალებს აი ასეთი მიდგომა ამ საკითხის მიმართ? ქალებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ასეთ დროს, როგორ ფიქრობთ თქვენ? და არ იღებენ ხმას თუნდაც დღეს ითვლება თითქოს ასე, რომ ძალადობა არის მხოლოდ მკვლელობა ან ფიზიკური ძალადობა, თუმცა ძალადობის ერთ-ერთი ასევე ძალიან საშიში ფორმა ალბათ მენტალური ძალადობა. თქვენი აზრი? დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ
ეს ხდება იმიტომ, რომ ქალებიც არიან იმ ფასეულობათა სისტემის ნაწილი, რაც არის ჩვენ საზოგადოებაში და ეს არის პატრიარქალური ღირებულებები. ანუ ქალები გადასცემენ იგივე ღირებულებებს თავის შვილებს და მათ მიაჩნიათ, რომ თუ იქნებიან აი ამ რაღაც მენტალიტეტის ნაწილი, აი ამ დამოკიდებულებებს გააჟღერებენ, უფრო კარგი ქალები იქნებიან საზოგადოებისთვის და არ ხდება მამაკაცისთვის მოსაწონი ქალები. ცხადია, ანუ ესე აკონტროლებს და ცენზურას უქვემდებარებს ჩვენს ქცევას გაბატონებული, ესე ვთქვათ, ტენდენციები და ამ შემთხვევაში კაცები. და თვითონ ქალებივე ზრდიან ძალიან ხშირ შემთხვევაში მოძალადე კაცებს ხადია. მნიშვნელოვანი არის, რაც ქალბატონ ლანამ თქვა, ეს ფარისევლური დამოკიდებულება, რომ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სარკეში და ვთქვათ, რომ ეს ქალები ჩვენ ვერ დავიცავით ყველამ და დაიხოცენ. და არავინ მათ უკან აღარ დააბრუნებს. და ეს არის ჩვენი დანაშაული და ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს აღარ უნდა მოხდეს. ჩვენი გულგრილობის შედეგი. და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში წერია, რომ განურჩევლად სქესისა და სხვა კატეგორიებისა ყველანი ვართ თანასწორები და მართლა როგორც თამარმა თქვა, უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს ახლა ეს თანასწორობა. რომ ოჯახში არ შეიძლება, რომ ვიღაცას კონდეს რაღაცა მიჩენილი ადგილი, უფრო მეორე ხარისხოვანი და ამის მიხედვით ჩვენ რა თქმა უნდა განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ განსხვავებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული უთანასწორობა. გენდერული თანასწორობა არის ძირი და ძირი საიდანაც მოდის ძალადობა. ძალადობა არის მხოლოდ გამოვლინება გენდერული უთანასწორობის. მე რა თქმა უნდა ვიზიარებ, რომ ზოგადი ფონი, მედია და ასე შემდეგ სოციალური საკითხები ყველაფერი რა თქმა უნდა ადამიანს ჩაგრავს, მაგრამ ქალები რატომ არ კლავენ არავის მაშინ? რატომ მაინც და მაინც ქალებს კლავენ ძირითადად, ხო? ამიტომ მე ალბათ ქალებიც კლავენ. არა, როგორ არა, მაგრამ შეიძლება, მაგრამ მასობრივად უმრავლეს შემთხვევაში 90%, 95% ოჯახში ძალადობის სპეციფიკა ვინც იცის დამეთანხმება, რომ ეს არის ძირითადად ქალები და შემდეგ ირიბი და პირდაპირ მსხვერპლი არიან ბავშვები. ვისაც მოგინდებათ კომენტარის გაკეთება, უბრალოდ მიკროფონი გამოართვით. და ორი სიტყვას დავამატებ, უბრალოდ გამოსავალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანი უნდა დავირაზმოთ ჩვენ ამ საკითხის ირგვლივ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და უნდა პრევენციაზე ვიფიქროთ, რაც არის განათლებაში ოჯახში, განათლება, ფორმალური განათლების სისტემა, რომ თანასწორობა კონსტიტუციის მე-14 მუხლი უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, გაშლილად, რომ ესე გაიზარდოს ჩვენი თაობები. და რა თქმა უნდა მედიას დიდი როლი აქვს და დიდი იმედი გვაქვს რომ ამ აქტიურად ჩაერთვება ამ ყველაფერში და ის ინსტიტუციები ვისაც ევალება უშუალოდ პატრულს და სხვას რომ პრევენციული ღონისძიებები და დამცავი ღონისძიებები გაატაროს რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. გასაგებია, დიდი მადლობა ბაია, პატარაია ასევე არის ჩვენი სტუმარი. ვიცი თქვენ გსურთ რომ თქვენი აზრი გამოთქვათ, მე უბრალოდ ერთ შეკითხვას დაგისვამთ. რამდენად ეფექტურად მუშაობენ თვითონ ის ორგანიზაციები, აი ეს პროფილური ორგანიზაციები და რამდენად ეფექტურად მუშაობენ ასეთი ორგანიზაციები რეგიონებში? და არის თუ არა ეს უფრო რაღაც ასეთი ურბანული პრობლემა, როგორ ფიქრობთ თქვენ? მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში გავრცელებულია ყველგან. ბუნებრივია არსებობს გარკვეული რეგიონები, რომელიც უფრო პრობლემატურია და ასევე ძალიან პრობლემატურია თვითონ თბილისი და ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ეს მხოლოდ სოფლებში ხდება. და აღმოჩნდა, რომ თბილისში უფრო მეტი ძალადობა ხდება. კი, თბილისი ლიდერობს სამწუხაროდ ამაში. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის საქმიანობას, უნდა ითქვას, რომ არც ისე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს ოჯახში ძალადობის თემაზე. სამწუხაროდ მას შემდეგ რაც სახელმწიფომ გახსნა თავშესაფრები, რაც თავისთავად კარგია, დაინტერესება გაქრა იგივე დონორი ორგანიზაციებისგან და მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ საერთაშორისო დონორები აფინანსებენ. სამწუხაროდ ჩვენთან ქველმოქმედება არ არის განვითარებული, ფილანტროპიის კანონი დღემდე არ არის მიღებული და რეალურად ერთადერთი შემოსავლის წყარო არასამთავრობო სექტორისთვის არის იგივე ევროკავშირის ან სხვა ევროპული ქვეყნების დაფინანსება. მას შემდეგ რა სახელმწიფომ უკვე მოგეხსენებათ, რომ ბევრი წელია 2006 წლიდან მოყოლებული საქართველოში მუშაობა მიდის ოჯახში ძალადობის საკითხზე, მაინც ვინაიდან სახელმწიფომ ბევრი კანონი მიიღო, უამრავი ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე, ინტერესი თითქოს მინელდა და საკმაოდ ცოტა ორგანიზაცია დარჩა, რომელიც ასე ვთქვათ აქტიურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა და გაცილებით როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა? ბარემ თქვათ, აქ არიან წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ კანონი ფილანტროპიის შესახებ, რომელიც შემუშავდა და დაიწერა და რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა იგივე პარლამენტში, აუცილებლად უნდა წინა ეტაპზე გადავიდეს და ქვეყნის შიგნით
უნდა ამუშავდეს და სახელმწიფომაც უნდა დაიწყოს გრანტების გაცემა ამ მიმართულებით. ვინაიდან არასამთავრობო სექტორის მიერ გაწეული მომსახურება არის გაცილებით უფრო იაფი და გაცილებით უფრო მაღალ კვალიფიციური, ვიდრე იგივე რომ სახელმწიფომ დაიწყოს იმის კეთება, რომელიც რაც აქამდე არ უკეთებია, გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება. მე მინდა დიახ, დაასრულეთ თქვენი აზრი და ერთი კითხვა მინდა კიდევ თქვენთან ალბათ შემოდის დარწმუნებული ვარ ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. რამდენად ბედავენ ქალები ამაზე საუბარს, აი თუ შეგიძლიათ მითხრათ ტენდენცია როგორია, თუნდაც მას შემდეგ რაც ამაზე აქტიურად დაიწყო უკვე საუბარი საზოგადოებასა და მედიაში და ქუჩაშიც აქციები მოეწყო არაერთი თქვენს მონაწილეობით. სხვათა შორის აი მედია სივრცე ეხლა გახდა უფრო აქტიური და ასევე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების შტოებიც ეხლა განსაკუთრებით გააქტიურდნენ და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი დამსახურებაა გააქტიურებული მედიის და დიდი მადლობა ამისთვის. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალთა უფლებათა აქტივისტები ძალიან დიდი ხანია ამ პრობლემაზე საუბრობენ და ეს აქციები სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ჩვენ უფრო ადრე შევნიშნეთ ეს ტენდენცია და ვიგრძენით თუ რა მოდიოდა და სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დავიწყეთ აქციები, იმიტომ რომ ვფიქრობდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეეძლო ამის თავიდან აცილება და პრევენცია, სამწუხაროდ მათ მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს უკვე ასე ვთქვათ, ესეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩვენთან არის, მასთან აუცილებლად გადავალ შეკითხვით. ეხლა მინდა ეკა სხილაძეს შევეკითხო, სახალხო დამცველის აპარატიდან ყავს ასევე სტუმარი. რამდენად ქმედითია აი ის რეკომენდაციები, რომელსაც თქვენ გასცემთ და რომელიც გაიცა სწორედ ამ ფაქტების შემდეგაც. სახალხო დამცველის აპარატში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი გენდერული თანასწორობის, რომელიც ასეთ საქმეებს განიხილავს. თუმცა ჩვენ ძალადობა ყოველთვის ხდებოდა საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობა. თუმცა წელს ჩვენ უკვე საუბრობდით იმ საშიშ ტენდენციაზე, რაც თანსდევდა ამის მასშტაბების ზრდას. ანუ ტენდენცია გაზრდილია თქვენი აზრით. სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ყველა ძალადობის შემთხვევას, რომელიც დასრულდა, ასე ვთქვათ, მკვლელობით და ამ кейსების ანალიზის შედეგად ჩვენ გამოვკვეთეთ ზოგადი ტენდენციები. პირველი საჯარო განცხადება სახალხო დამცველს ჰქონდა მაისის თვეში, როდესაც მთავრობას მოუწოდა სპეციალური სტრატეგიის შემუშავებისკენ, რადგან მაისშივე უკვე იგრძნობოდა ამ საშიში ტენდენციის, ასე ვთქვათ, ზრდა. თუმცა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები მაგ დროისთვის არ გადადგმულა და სამწუხაროდ ის დაცვის ღონისძიებები, რაც იქნა გატარებული, ჩვენი შეფასებით ხშირ შემთხვევაში არ იყო ეფექტური, არ იყო დროული და ვერ უზრუნველყოფდა მსხვერპლის დაცვას. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ყველა კონკრეტულ შემთხვევას. როგორ ფიქრობთ, რა უშლის აი ამ თქვენი რეკომენდაციების შესრულებას ხელს, ან რატომ არ სრულდება სათანადოდ? მით უმეტეს, როდესაც თქვენ ბევრად ადრე დაგიწყიათ ამაზე საუბარი, მე გარკვეულწილად მიკვირს რა თქმა უნდა ის რომ აღმოჩნდა კი არა რა თქმა უნდა ვიცოდით რომ ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს ამაზე მუშაობენ არასამთავრობოებიც თუმცა ეს თემა მართალია და უნდა ვაღიარო რომ მედიის ყურადღების ცენტრში სწორედ ამ გახმაურებული ფაქტების შემდეგ მოექცა და ჩემი მაგალითი არის ძალიან ნათელი მაგალითი მე ყოველთვის ვთვლიდი რომ რახან პოლიტიკური ток-შოუა ამაზე არ უნდა მესაუბრა თუმცა დღეს პირობითად გადაცემას დავარქვი მეტი ვიდრე პოლიტიკა იმიტომ რომ მეც კი ჩავთვალე რომ ეს უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკა. შეიძლება ეს რაღაც ქალური სოლიდარობაც არის. აი რატომ არ სრულდებოდა ეს რეკომენდაცია, რატომ არ სრულდება სათანადოდ? ან რა კეთდება იმისთვის რომ შესრულდეს? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები შესრულდეს, ჩვენი მიზანმიმართული იყოს იმ შესაბამისი უწყებებისადმი, რომელსაც ხელეწიფებათ ამ საკითხებზე მუშაობა. ერთი მიზეზი ალბათ იყო ის, რომ ჩვენ პრობლემის მასშტაბებს ვერ აღვიქვავდით და შესაბამისი უწყებები ვერ აანალიზებდნენ ამ პრობლემის როგორც საზოგადოებისთვის საშიში ტენდენციის არსებობას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემას მოევლება, თუმცა რატო არ მიმართავს საზოგადოება პოლიციას, იგივე სახალხო დამცველს ან სხვა უწყებებს დახმარებისთვის, ხომ? ეს ადამიანები ფაქტიურად ძალიან ხშირად დარჩნენ მარტო ძალადობის პირისპირ. ჩვენ მოგმართავენ ის ადამიანები, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანიზაციებს, მაგრამ ვერ მიიღეს დახმარება.
დღეს მაგალითზეც ვისაუბრე, სწორედ ჩემი გადაცემის მსვლელობის დროს დაგვიკავშირდა ქალბატონი და აქ იმყოფება და მაკა ფერაძე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაკასაც დაუსვა შეკითხვა. მაკა სულ ახლახანს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც აწესებს ახალ რეგულაციებს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა არის თუ არა ეს კანონი საკმარისი იმისთვის, რომ თქვენმა უწყებამ იმუშაოს უფრო ეფექტურად, უფრო შედეგიანად. და თუ ხედავთ თქვენ დაუშვათ იმ პრობლემას, რომ პოლიციელებს სჭირდებათ რაღაც განსაკუთრებული გადამზადება აი ამ შემთხვევაში, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ მათ რეალურად დაინახონ, რასთან აქვს საქმე და ოჯახური კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს იმითი მკვლელობით ან რაღაც უფრო შედარებით ნაკლები, მაგრამ თუნდაც ფიზიკური ძალადობით მათ არ მიიჩნიონ რაღაც ჩვეულებრივ მოვლენად, როგორ გონიათ? მოგესალმებით, თქვენის ნებართვით პასუხს დავიწყებ ბოლო შეკითხვიდან, რომელიც ეხება სამართალდამცავთა კვალიფიკაციას. Რა თქმა უნდა, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამართალდამცავთა შესაბამის ცოდნას და კვალიფიკაციას, ასევე ტრეინინგ მოდულში გათვალისწინებულია გარდა სამართლებრივი მექანიზმების სწავლებისა, სწორედ ეს თეორიული სწავლება იმისთვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ შესაბამის მოწოდებაზე და შესაბამისი ცოდნა ჰქონდეთ იმ სოციალურ და სამართლებრივ შედეგებზე, რაც მოჰყვება ოჯახში ძალადობას, მის მავნე შედეგებზე და გავლენაზე, როგორც თვითონ ოჯახის წევრებზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე. და ამ მიზნით ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი ცნობიერება და მათი მენტალიტეტი მიმართოთ უფრო ტოლერანტობისკენ და უფრო მეტად სენსიტიური გავხადოთ. რაც შეეხება ეკას მიერ ნათქვამ რეკომენდაციებს, ამ მიმართულებითაც უნდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უკვე ამ რეკომენდაციების ნაწილობრივ შესრულება. ამ მიზნით ქმედითი ნაბიჯები უკვე არის გადადგმული, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობაზე, არ მხოლოდ არასამთავრობოებთან, არამედ სახალხო დამცველის აპარატთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. და ძალადობის წინააღმდეგ პრევენციის სტრატეგიასაც ამზადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ არ ვცდები, მაგაზეც მინდა აუცილებლად კითხოთ, რამდენად იმუშავებს, როგორ გგონიათ? კი, აქ არაერთხელ გაჟღერდა, რომ ცნობიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ცნობიერების ამაღლების კომპონენტს. გამოვაცხადეთ კამპანია, ასე ვთქვათ, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სფეროში. კერძოდ ეს იქნება შეხვედრები ახალგაზრდებთან, შეხვედრები მოსწავლეებთან, იმისთვის რომ ადრეულ ასაკში მოხდეს ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობაზე, მოსწავლეებს და არა მარტო მოსწავლეებს, არამედ ზოგადად საზოგადოებას ვასწავლოთ, როგორ მოახდინონ იდენტიფიცირება ოჯახში ძალადობის ხორბლების და თუ მოახდენენ ასეთ იდენტიფიკაციას, მაშინ ვის მიმართონ და რა მექანიზმები არსებობს და მუშაობს საქართველოში. და სტრატეგიაზე მითხარით ორი სიტყვით, იმიტომ რომ სხვა სტუმრებსაც მინდა რომ მოვასწრო და დიახ, ეს PR კამპანია, ტრეინინგები, რა აქცენტები იქნება და არის აი ამ სტრატეგიაში და რამდენად შეცვლის ის სურათს რეალურად? სტრატეგიაში მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. ერთი, როგორც გითხარით, არის კვალიფიკაციის ამაღლება, მეორე კომპონენტი არის თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან, მესამე კომპონენტი არის PR კამპანია, ხოლო მეოთხე კომპონენტს წარმოადგენს ასევე ცნობიერების ამაღლება და თანამშრომლობის სურვილის გაღრმავება საზოგადოებაში. ეს შემთხვევით არ ვახსენე, იმიტომ რომ ფაქტები ხშირად როდესაც ისმის ხოლმე პრეტენზია პოლიციისადმი, რომ მათ არ მიიღეს ადეკვატური ზომები, როდესაც ის ხდება შესწავლის საგანი, ხშირად იკვეთება რომ მოქალაქე ამ შემთხვევაში მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლი პოლიციას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ ძალუძს თავისი უსაფრთხოების დაცვა, ხოლო როდესაც უკვე სამართალდამცავი გამოცხადდება ადგილზე, გაანეიტრალებს კონფლიქტს, შემდგომ ისინი უკვე აღარ მოდიან იმ ღრმა თანამშრომლობაზე, რასაც ითხოვს თანამედროვე სამართალი და პროცედურები. ძალიან დიდი მადლობა. მე გავაგზავნებ აუცილებლად საუბარს ჟურნალისტებთან, სასულიერო პირებთან, ადვოკატებთან, საზოგადოების ცნობილ სახეებთან. რამდენიმე წუთი უნდა მომცეთ, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელთანაც რა თქმა უნდა მე მაქვს ამ თემაზე კითხვები. ქალბატონო თეა, მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ ერთვებით პირდაპირ ეთერში ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე დამეთანხმებით. მოგესალმებით. თქვენი აზრი მაინტერესებს ქალბატონო თეა, რატომ გახშირდა შემთხვევები, როცა მამაკაცები ძალადობენ ქალებზე და კლავენ მათ? შეგვიძლია რაიმე კონკრეტულ პროცესებზე ვილაპარაკოთ, რამაც ხელი შეუწყო ამგვარი დანაშაულის დაწინაურებას?
მე რა თქმა უნდა არ ვარ არც სოციოლოგი, არც ფსიქოლოგი, მაგრამ მაქვს ერთი ქალის, ერთი მოქალაქის პირადი აზრი და ჩემეული ახსნა ამ საშინელების რაც ხდება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმ კულტურული თუ სოციოლოგიურ კულტურული პრობლემებით, რაც ჩვენ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს და ამაზე საკმაოდ შთამბეჭდავად ჩვენთვის პატივსაცემმა ქალბატონმა თამარ საბედაშვილმა ისაუბრა სულ რამდენიმე წუთის წინ. მაგრამ ჩემეული ახსნა კიდევ არის ის, რომ ქალი საქართველოში რამდენიმე ხანია, მაგრამ როგორც ჩანს ახლა არის ეპოქალური დრო, როდესაც თავისუფლდება ბოლომდე. ქალი თავისუფლდება, ეს არ უნდა მოხდეს მამაკაცის დაკნინების ხარჯზე, მაგრამ დიახ, ქალი უნდა იყოს თავისუფალი, ისევე როგორც მამაკაცია თავისუფალი, იმისთვის რომ კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თანასწორობას გვიქადაგებს და ამბობს, რომ ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე და ერთმანეთის წინაშე, ვერ იქნება ერთი თავისუფალი ადამიანი თანასწორი მეორე ადამიანისა, რომელიც არ არის თავისუფალი. იმიტომ რომ ქალი თავისუფლდება, ქალბატონო თეა, მე თქვენს გამონათქვამს მოვიშველიებ, სწორედ ამიტომ დაწინაურდნენ მამაკაცები ქალების კლასში? მამაკაცები დაწინაურდნენ, მეთქი მე არ მithქვამ სტატისტიკაში, დაწინაურდა, ანუ წინ წავიდა, უფრო გაიზარდა და დამძიმდა კრიმინოგენური მდგომარეობა, როცა საქმე ეხება ქალის მოკვდინებას, მისთვის სიცოცხლის წართმევას. დიახ, ეს დანაშაული სხვებთან შედარებით არის წინ სტატისტიკაში, ანუ დაწინაურებული, ამას გულისხმობდი და ამას ნიშნავს სიტყვა დაწინაურება სტატისტიკაში. წინ გვაქვს ჩვენ მხოლოდ ის დანაშაული წელს, რაცაც ქვია ქალისთვის სიცოცხლის წართმევა და ეს რა თქმა უნდა ხდება უმრავლეს შემთხვევებში ოჯახში ძალადობის პირობებში. მე რაც მსმენია არგუმენტები იმ მამაკაცებისგან, ვინც ეს საქციელი ჩაიდინეს, ეს ჩაიდინეს იმიტომ, რომ მეუღლემ პარტნიორმა თუ საყვარელმა ქალმა მას უღალატა, ან მოიქცა ისე, რომ მისი კაცური ღირსება შეურაცხო. ქალები კი მეორეს მხრივ, თუ კი ადრე ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი შემთხვევა, ეხლაც ასეა, მაგრამ ეხლა უფრო ესე ვთქვათ, ქალი თავისუფლად იქცევა. თავის არჩევანში მუშაობს, შემოსავალი აქვს, თვითონ გეგმავს საკუთარ ცხოვრებას. ადრე ჩვენ გვსმენია, რომ ვთქვათ, ქალი არაფრის დიდებით ოჯახს არ დაანგრევდა, მიუხედავად იმისა, ურტყავდა მას ქმარი შინ თუ არა. დღეს ეს იცვლება ნელ-ნელა და როგორც კაცებისგან მესმის ახსნა თუ რატომ ხდება ეს, მათ აქვთ გარკვეული ფრუსტრაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალი არის უფრო თავისუფალი. რა თქმა უნდა, თავისუფლება არ გულისხმობს აღვირახსნილობას, თავისუფლება არ გულისხმობს იმის გამართლებას, რომ უღალატო მეუღლეს, მაგრამ როდესაც ღალატზე ვსაუბრობთ, დასაგმობია და მიუღებელია, რა თქმა უნდა, ქალის მხრიდან კაცის ღალატი, მაგრამ ასევე მიუღებელი და დასაგმობია, როდესაც კაცი ღალატობს ქალს. მე მინდა მივესალმო ყველა იმ ქალბატონს, ყველა იმ მამაკაცს, რომელიც თქვენთან იმყოფება დარბაზში, მივესალმო იტალიის ელჩს, რომელიც ძალიან დიდ და საინტერესო პროექტს უდგას სათავეში. ჩვენ ვისაუბრებთ ამ პროექტზე. ქალბატონო თეა, მე მაქვს იმედი დავასრულებ ამ ფრაზას, თუ შეიძლება, რომ ეს ძალისხმევა დღეს რომ გაერთიანდა ამ უბედურებების ტალღაზე, არ დაიშლება მას მერე, რაც ეს ტალღა გადაივლის, მაგრამ დანაშაული მაინც იქნება სახეზე. შეიძლება ეს არ იყოს მიწყობილი მკვლელობები, რამაც დღეს ჩვენ ერთად დაგვაყენა. არამედ ეს ძალადობა არ გაქრება, თუ კი ჩვენ არ მოგვესმება ყურს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობა გაქრება. და ეს ძალისხმევა არ მინდა რომ ჩაქრეს. მე შოკში მაგდებს ქალების განცხადებები, რასაც ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვუსმენ, ხოლმე ჟურნალისტებმა მოიპოვეს ეს განცხადებები. ბევრი ქალი ამართლებს ღალატის შემთხვევაში ქალის მოკლას და ცემას. და არიან მამაკაცები, ვინც ამას ამართლებს ან არ ამართლებს. ჩვენ ამ სტატისტიკაზეც ვისაუბრეთ დღეს სტუდიაში. მე თქვენთან მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა. სტრატეგია, პრევენციის სტრატეგია, კანონის გამკაცრება, პოლიციის გააქტიურება, საზოგადოების მეტი ჩართულობა, ამაზე ვისაუბრებთ ამ ჩვენს სტუდიაში. ამაზე მთელი ამ დღეების განმავლობაში იყო საუბარი. ეს არის აი ეს ძირითადი მიდგომები,
მოკლედ რომ თქვათ, რაზეც მთავრობაც ბოლო დღეებია აქტიურად მუშაობს. რატომ არ იყო შესაძლებელი აი ამ ღონისძიებების უფრო ადრე დაწყება თქვენი აზრით? ეს ღონისძიებები სპორადულად, რა თქმა უნდა, დაწყებული იყო და ბევრი წლის წინ, როდესაც ძალიან დიდი პროგრესი იყო სახეზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს და შეიქმნა ძალადობის წინააღმდეგ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უწყებათა შორისი საბჭო და შემუშავდა სპეციალური კანონი და ძალიან ბევრი ცვლილება ჩვენს კანონმდებლობაში, რომელსაც სხვებს შორის ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი უდგა სათავეში. ის შეცვალა ქალბატონმა მანანა კობახიძემ, რომლის დამსახურებაც არის პარლამენტის სხვა ქალბატონებთან ერთად. ის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 17 ოქტომბერს პარლამენტმა აქცია კანონად და ეს ღონისძიებები იყო ამ მიწყობილ ტრაგედიებამდეც. წინა ხელისუფლების პირობებში კეთდებოდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც. მაგრამ როგორც ჩანს, სტრატეგიული და სისტემური მიდგომა აკლდა წინათაც და ახლაც ამ ყველაფერს და სწორედ სტრატეგია უნდა შემუშავდეს იმ ძალადობის წინააღმდეგ საბჭოს ფარგლებში, რომელსაც ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში და ვინც თქვენს აუდიტორიას დღეს წარმოადგენს, ბევრ ადამიანთან ამ თემებზე თვეებია მაქვს ურთიერთობა და ისინი დამეთანხმებიან, რომ სწორედ ჩემი, ასე ვთქვათ, სურვილი ოცნებასავით იყო, რომ სწორედ პრემიერი, სწორედ მამაკაცი პრემიერი ჩადგომოდა ამ ბრძოლას სათავეში. ერთი არას ვიტყვი მე, მეორე არას იტყვის სხვა ქალბატონი, მაგრამ აბსოლუტურად სხვა არის, რას იტყვის მამაკაცი. სწორედ მაგნიშნით დავპატიჟე მეც მამაკაცები დღეს ჩემთან სტუდიაში და მათი აზრის მოსმენა ნაწილის აზრი მოვისმინე, ნაწილს კი უკვე თქვენთან კითხვების შემდეგ მოვისმენ და ბოლო შეკითხვას დაგისვავთ ქალბატონო თეა. მალე პარლამენტს სარატიფიკაციოდ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სტამბულის კონვენცია უნდა წარედგინოს. თქვენი აზრით იქნება ეს დოკუმენტი, აი ეს ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება არსებული სურათის თუნდაც მეტნაკლებად შეცვლა. იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩემთვის, როგორც ერთი ქალისთვის, რომელმაც იცის რაოდენ ძნელია იყო ქალი, რაოდენ ძნელია იყო ქალი პოლიტიკაში და რაოდენ ძნელია იყო ზოგადად, ასე ვთქვათ, ჩემი შემთხვევა ეს არ არის, მაგრამ წარმატებული ქალი, რომელსაც პროფესიული საქმეც გაქვს და ყავს ოჯახიც. ასეთი წარმატებული ქალების ცხოვრება არის ძნელი. ამიტომაც ჩემთვის ეს ბრძოლა, მათი ბრძოლა, ჩემი ბრძოლა და პატივი მხვდა წილად, რომ სტამბულის კონვენციისთვის სწორედ მე მომეწერა ხელი სტრასბურგში ივნისში. ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. პრინციპში ის ვალდებულებები, რასაც საქართველო იღებს რატიფიკაციით ამ ინსტრუმენტისა თავის თავზე, ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ განათლების სფეროში დავნერგოთ ძალიან პროგრესული და ეფექტიანი, იმიტომ რომ ძლიერი პრევენციის ზომები, რაც დაკავშირებულია აღზრდასთან, განათლებასთან და ადრეული ასაკიდანვე იმის გაგებინებასთან ბიჭებისთვის, გოგონებისთვის, რომ სქესებს შორის თანასწორობა არსებობს, რომ ისინი ერთმანეთთან მიმართებაში თანასწორი არიან და რაც მთავარია, როგორც ქალი და მამაკაცი და ეს ისწავლება საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან, არიან არჩევანში თავისუფალი, ისინი არიან საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი, ქალი ვერ იქნება კაცის პატრონი და კაცი ვერ იქნება ქალის მესაკუთრე. ეს უნდა ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ ადრეული ასაკიდან. ამ კონვენციაში ასევე რეპრესიის მექანიზმების მხრივ არის ვალდებულებები აღებული და რაც მთავარია, იქნება ძალიან სერიოზული ორგანო მონიტორინგის კუთხით, გრევიო, რომელიც გააკონტროლებს იმას, თუ როგორ დავიცავთ საქართველოში ჩვენი ვალდებულებებს, რასაც ამ კონვენციის ძალით ავიღებთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თეა, კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ჩამერთეთ პირდაპირ ეთერში. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბრას იტალიის ელჩთან, ფედერიკა ფაბი არის დღეს ჩემი სტუმარი და ასევე სასულიერო პირებთან, ადვოკატებთან, ჟურნალისტებთან, საზოგადოებრივი აზრის მკვლევარებთანაც, ასე რომ აუცილებლად დაგველოდოთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და დისკუსია გველის წინ. სულ მცირე ხანში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. პირველი სტუდია განაგრძობს დისკუსიას ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ამ ყველაფრის მიზეზებზე და გამოსავალზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე. მე მინდა ახლა შეკითხვით გადავიდე იტალიის ელჩთან, არაჩვეულებრივ ქალბატონთან და ჩემს მეგობართან ფედერიკა ფავისთან, რომელიც არის დღეს ჩემი სტუმარი. მივესალმები მას კიდევ ერთხელ და ძალადობის წინააღმდეგ თქვენი ორგანიზებით სწორედ ტარდება აქცია, ძალიან საინტერესო აქცია, რომელზეც მე დარწმუნებული ვარ, მოკლედ ორი სიტყვით იტყვით აუცილებლად თუ რა აქციაა ეს. თუმცა ჩვენ საზოგადოებაში დღემდე მაინც იყო ისეთი აღქმა, რომ ეს არ არის ასეთი საყოველთაო პრობლემა და რომ მაშინაც კი, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, მე უნდა ვთქვა ეხლა, რომ მე თვითონაც ვარ ამ აქციის მონაწილე, როდესაც ჩვენ ამაზე შევიკრიბეთ და დავიწყეთ საუბარი, ეს ყველაფერი რაც ბოლო კვირებში მოხდა, ეს არ იყო მომხდარი და ჩემთვისაც და გახსოვთ ძალიან კარგად ქალბატონო ელჩო, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თითქოს ეს არ არის დღეს მაინც ასეთი რაღაც საყოველთაო მომცველი პრობლემა ასეთი იყო ჩვენი აზრი ყოველ შემთხვევაში. მე მაინტერესებს ახლა თქვენი აზრი. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ აი ამ აქციის ჩატარება და რატომ დაასწარეთ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრს ამ თემაზე ყურადღების გამახვილება და როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს აი ამგვარი აქცია თუნდაც დღეს საზოგადოებისთვის? Thank you very much for this invitation. I follow this discussion with great interest. Discussias. დიდი ყურადღებით ვადევნებით თვალს, რა ძალიან საინტერესო თემის. Actually is not easy to talk about domestic violence, არ about გახლავთ ოჯახურ ძალადობაზე საუბარი. ძალადობა ქალების წინააღმდეგ კომპლექსური თემა გახლავთ და არ უკავშირდება მხოლოდ სალკეღებულ ქვეყანას, საქართველოს, იტალიას, ან ასევე ძალიან მაღალ დონეზე სოციალურად განვითარებულ სახელმწიფოებს. ეს არ ახასიათებს მხოლოდ ერთ სოციალურ კლასს, არა მაინც და მაინც მხოლოდ განათლებისა და რელიგიის ბრალია. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ ოჯახში, რომელიც შეიძლება იყოს განათლებულიც, რელიგიურიც, ესე ვთქვათ, და საკმაოდ უზრუნველყოფილი. ეს გლობალური პრობლემაა. იტალიაში ესეც სერიოზული საკითხი გახლავთ და ხელისუფლება და ქვეყნის ინსტიტუტები ძალიან სერიოზულად უგებიან აქ პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია გისმენდით მრავალ თქვენთაგანს. საჭიროა ვიპოვოთ ფესვები, მიზეზები, რატომ ამას ყველაფერს ადგილი, მაგრამ ამაზე ძალიან დიდი დრო არის საჭირო. და ჩემი გამოცდილებიდან პირველი, რაც უნდა გავაკეთოს, გახლავთ აქციები, ქმედებები. იურიდიული სისტემა უნდა ჩაერთოს, საერთაშორისო ინსტრუმენტები, როგორც სტამბოლის კონვენციით, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს, მაგალითად, ჩემმა ქვეყანამ ამ დოკუმენტის რატიფიკაციით აიღო ვალდებულება, რომ განახორციელოს ცხოვრებაში სხვადასხვა წესები, გახადოს იურიდიული სისტემა ძლიერი და საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს. განათლების თემაა ძალიან მნიშვნელოვანი, პარლამენტის ჩართულობა, ხელისუფლება, მაგრამ ისეთი ინსტიტუტები, როგორც გახლავთ პოლიცია და ეკლესია. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მომგვარებაში წვლის შეტანა შეუძლიათ. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ბრძანდებით ჩართული ამ ინსტიტუტს, ამ ქალბატონი ლანაც ერთ-ერთი მონაწილეა და ქალბატონი ნათია და მინისტრი თვითონ. ქალბატონები მე წლის დასაწყისში დავიწყე იმის განალიზება, რამდენად შეიძლება ესეთი განსაკუთრებული ღონისძიება ჩატარდეს საქართველოში, რომლებიც ჩატარდა რიგა, დედაქალაქებში, ვაშინგტონში, პარიზში, ბრიუსელში. აეროსეგიდით, კაიროში,
იტალიის პარლამენტში ეს არის იტალიელი ავტორის წიგნი, რომელმაც თავი მოუყარა იმ ისტორიებს, როდესაც ქალები იღუპებოდნენ ოჯახური ძალადობის შედეგად, ქმრების მოკლული, შეყვარებულების, ძმების და ასე შემდეგ. მრავალ ეროვნებას მოიცავს აღნიშნული ისტორია და დღესდღეობით შემდეგ კვირას რას გავაკეთებთ და რას მომემოქმედებთ? რამდენიმე აი ამ ისტორიას წავიკითხავთ სცენაზე და ძალადობას ფაქტიურად წარმოუჩენთ საზოგადოებას სცენიდან ისე რომ ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით ამაღლდეს და იყოს უფრო მაღალი და გარკვეულ სოლიდარობას გამოუცხადებთ, რა თქმა უნდა, სოფლიოს მასშტაბით ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალბატონს. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სარგებლობ შემთხვევით და ფედერიკას ვუხდი ძალიან დიდ მადლობას ქალბატონ ელსამ ყველაფრისთვის. მართლაც ამ დარბაზში არიან ადამიანები, ვინც ამ აქციაში იღებს მონაწილეობას და მე მინდა ეხა ნინო სუხიშვილთან გადავიდე სწორედ შეკითხვით. ნინოც არის ერთ-ერთი მათგანი. ნინო, როგორ ფიქრობ, რამდენად შედეგიანი არის ზოგადად აი ასეთი აქტივობა, მსგავსი აქციები, თუნდაც ასეთი ინიციატივა, რომელიც ქალბატონმა ელჩმა წამოიწყო და გარდა სახელმწიფო რეგულაციებისა, თქვენ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რისი გაკეთების აუცილებლობას ხედავთ კიდევ დამატებით, თუნდაც იმიტომ, რომ ქალებს ჰქონდეთ უფრო მეტი გამბედაობა ამაზე ისაუბრონ და მამაკაცებს კი ჰქონდეთ თუნდაც მეტი გამბედაობა, რომ არ მოკლან ქალები. ამასაც გამბედაობა უნდა, მე მგონი, იმიტომ რომ სწორედ გაუბედაობის და შიშის გამოკლავენ ალბათ ქალებს, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ აქციას, ქალბატონი ელჩის ეს ინიციატივა მივესალმები, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც დაეხმარება აი ამ პრობლემის დაძლევაში ჩვენ საზოგადოებას, მისასალმებელია. და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას ამ აქციაში და წავიკითხავ სცენიდან ერთ-ერთ ნოველას, რომელიც მე შემხვდა ნოველა, რომელიც იტალიაში მოხდა და ეს ერთი მხრივ მაძლევს იმის იმედს, რომ მარტო ჩემ ქვეყანაში არ ხდება და მარტო ჩვენ არა ვართ ესეთი ველურები და მხეცები, თურმე ხდება სხვა ქვეყნებშიც და რასაკვირველია ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მინდა საქართველოს გაუსვა ხაზი, რა შეიძლება მოხდეს, რომ ამასაც რაღაცნაირად ეშველოს, ოდნავ ან რა არის მიზეზი, რატო ხდება ჩვენთან და რატო ხდება ამ ბოლო დროს. ამაზე ძალიან ბევრი ილაპარაკეს უკვე და ძალიან ბევრს ვეთანხმები, რასაკვირველია ქალბატონ ათიას ვეთანხმები ყველაფერში რაც თქვა, მაგრამ მინდა დავამატო კიდევ ის, რომ რასაკვირველია ამის მიზეზი კიდე იმ აგრესიის გარდა არის ეს მიმბაძველობა, რომელიც ფსიქოლოგების მიერ არის გამოკვლეული და ბევრჯერ ითქვა, რომ შეიძლება იყოს ცუდი მიმბაძველობა და გამეორება მოხდეს ამისი, რადგანაც აი ბევრი მოხდა ამ ბოლო დროს და ეს ფორმა არსებობს ყველგან, რომ ეს მიმბაძველობა და რასაკვირველია კიდე ჩემი აზრი, მაგას ჩემი პირადი აზრია, შეიძლება განსხვავებული იყოს ცოტა და ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ერთხელ აღნიშნე უკვე, ეს არის აი ტელესივრცის ბრალი, მაგალითად არ მესმის, რა საჭიროა იმაზე ამდენი ლაპარაკი და ჩვენება, თუნდაც ამ თურქული სერიალების, რომელიც გაჟღენთილია ჩვენი ტელევიზია დღეში 5 ჯერ, სადაც არის ამაზე სულ ლაპარაკი, როგორც ჩაგრავენ ქალს, ქალზე აგრესია, ქალზე ძალადობა, რატოა ეს ესეთი შემოჭრა ჩვენ მენტალობაში, რომ მაგალითი უნდა იყოს თურქული ცხოვრება, ჩვენ არა ვართ ამ მენტალიტეტის ხალხი, არა ვართ ამ კულტურის ხალხი, კი შეიძლება ვცხოვრობ აზიის და ევროპის გასაყარზე. მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მე მათაც საოცრებლად შემოთავაზებ. აქ არის ეროვნების საკითხი, აზიისა და ევროპის გასაყარზე. ცხოვრები ხალხი არა ვართ ჩვენ იმდენად აზიელები, რომ იყოს ეს და მე მიმაჩნიოს არ არის სწორი. გავიგე ნინო, ძალიან დიდი მადლობა. მოდით მე მინდოდა გადავსულიყავი ჯერ მანანასთან შეკითხვით და შემდეგ მივცემ მაშინ ამ ბატონებს თუნდაც ნინო სუხიშვილისთვის პასუხის გაცემის საშუალებას. მანანა, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ თვლით, რა უნდა გაკეთდეს გარდა იმისა, რაზეც დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა
ყოველ შემთხვევაში თუ არ გადაიჭრება მაინც რაღაც გარკვეულწილად შენელდეს აი ეს ტენდენცია თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც ბოლო დროს არის ასეთი შესამჩნევი. პირველ რიგში დიდი მადლობა ეკა რომ მოგვეცი საშუალება ასეთი შვიდ აკადემიურ გარემოში ვისაუბროთ ყველა ფენის წარმომადგენელმა, ყველა პროფესიის და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მედიის გარეშე, მედიის ჩართულობის გარეშე მე პირველ რიგში ამით დავიწყებ, რა თქმა უნდა ძალიან რთულია წარმოიდგინო ამ პრობლემის მოგვარება. მე მინდა დავეთანხმო ეკას, რომ მართლაც ეს არ არის პოლიტიკური თემა და არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში რაღაცა პოლიტიკური კინკლაობის თემა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ნუ სერიოზულ პრობლემას უქმნის. ამიტომ პოლიტიზირება როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების. არა, იცით რა რატომ ვთქვი ეს, რომ არ მინდა ის რაზეც მე ახლა ვისაუბრებ, რა არის საჭირო, ვინმე გაიგოს, რომ აი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაღაცაზე მიუთითოს. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემი გულის ტკივილიც, ეს არის ჩემი ხედვაც და ეს არის ჩემი მოსაზრებებით, რომელიც მინდა ძალიან სწორად და კარგად იქნას გაგებული და არც ერთ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს გულის სატკენად. ლევან ცუცქირიძე დამეთანხმება. მე არაერთხელ მithქვამს იმ შეხვედრებზე, რომელიც უამრავი იმართება გენდერულ საკითხებზე, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციები და პირველ რიგში უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენში ამ ტიპის დისკუსიები არც გაემართებოდა. ეს არის მათი დაფინანსებით, ეს არის მათი ხელშეწყობით და მე გული მწყდება, რომ ჩვენ თვითონ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ პოლიტიკურ ძალებსაც საკუთარ თავსაც დავადანაშაულებ ამაში, არ გაგვიჩნდა ამ თემებზე საუბრის სურვილი, არ გაგვიჩნდა სურვილი, რომ ამისთვის რაღაც გარკვეული თანხები გამოგვეყო და ეს რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა. და ძალიან ხშირად მე ამ შეხვედრებზე მესმოდა, რომ იცით რა ეს არ არის აქტუალური თემა. ჩვენ ხო თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ხო საქართველო ვართ და აქ არ შეიძლება ქალბატონ ლანას არ დავეთანხმო, რომ ჩვენ რაღაცნაირად გვახასიათებს ეს იცით ქართველებს, რომ ნუ როგორ შეიძლება ვინმესგან რამე ვისწავლო, როგორ შეიძლება ჩვენ რამე გვეშლებოდეს და მით უმეტეს ქალთან მიმართებაში ახლა ქართველი ვაჟკაცი, ქართველი რაინდი, ნუ როგორ შეიძლება ცუდი იყოს, ჩვენ ხო ქართველები ვართ. ეს ვაცნობიერებთ ამ პრობლემას. რა თქმა უნდა. ამიტომ მე ჩემ თავსაც ვადანაშაულებ გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩვენ ის დახურული დისკუსიები, რომელზეც პირდაპირ მინდა დიდი მადლობა უთხრა ლევანსაც და სხვა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს, აირაის, NDI-ს, მათი მხარდაჭერით აი ამ თემებზე ძალიან ბევრი გვისაუბრია და დამეთანხმებიან ის ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ. ეხლა თქვენ კითხეთ რა უნდა გაკეთდეს. აქ ძალიან ბევრი როგორ უნდა მივიდეს თუნდაც რეგიონებში ყველაზე მიუწვდომელ სოფლამდეც კი აი ამ პრობლემების პრევენცია თუ რაღაცა უფრო როგორ უნდა მოხდეს მეტად ძალიან ბევრი რამ ეკა ძალიან ბევრი რამ და მოდი დავიწყოთ ერთით რაზეც ქალბატონმა ფედერიკამ ისაუბრა და რისი ინიციატორიც თვითონ გახდა ხო ეს თემა არის ისეთი თემა რომელიც მოითხოვს აუცილებლად საჯარო პირების გააქტიურებას და მოდი პირდაპირ ვთქვათ გარკვეული სოციალური სტატუსი თუ არა აქ ადამიანს ბუნებრივია მისი ინიციატივა არ მოექცევა ყურადღების ქვეშ ამიტომ მე ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთი სადაც მე და თქვენ ერთად ვიყავით კვირის პრესკლუბში ხაზგასმევთ და კიდევ ერთხელ ვამბობ არავის საწყენად ეს არის თემა რომელსაც აუცილებლად სათავეში უნდა ჩაუდგენ ქალბატონები რომლებსაც აქვთ გარკვეული სტატუსი და ეს ნებისმიერ წარმატებულ და წამყვან ქვეყანაში არის პირველი ლედი ეს არის ის ქალბატონები რომლებიც გარკვეულწილად მოიაზრებიან და ეს არის გარკვეული ტრადიცია წარმატებულ სახელმწიფოებში რომ ისინი ამ თემებზე საუბრობდნენ და მას მერე რაც ჩემი ეს გამონათქვამი დაიბეჭდა მე Facebook მეგობარმა ჩამიგდო ძალიან ბევრი თემა იგივე ქალბატონი მიშელ ობამას გამოსვლა იგივე მისი აქტივობები ანუ თქვენ მოითხოვთ მეტ აქტივობას მე ვფიქრობ რომ დააკვირდით რა ხდება ეკა პირველი ლედისგან და საზოგადოებისთვის დააკვირდით რა ხდება ჩვენთან მკვიდრდება სტერეოტიპი ჩვენს მამაკაც ლიდერებს პოლიტიკურ ლიდერებს მეუღლეები ახდავთ ეკლესიაში გასვენებაში კონცერტზე არც ერთ შემთხვევაში მათ ინიციატივას თქვენ არ ნახავთ ეს არის ძალიან ცუდი და მე მინდა მოუწოდო ნათიას გამონაკლისია ნათია რომელიც აქტიურობს Facebook-ზე და მე მგონი ერთადერთი გამონაკლისია დიდი მადლობა მანანა და რა თქმა უნდა აუცილებლად განათლება ეკა ამაზე უნდა ისაუბრეს ამაზე და მე ვფიქრობ რომ უნდა ვისაუბროთ და ერთს ვიტყვი და დავამთავრებ იცით რა ჩვენ სკოლა ვაქციეთ მხოლოდ სასწავლო დაწესებულებად მაშინ როდესაც სკოლაში ამ ტიპის მსჯელობები უნდა მიმდინარეობდეს ჩვენ სკოლა გვახსენდება მარტო 1 სექტემბერს პოლიტიკოსები მივდივართ ყველანი მოვიწონებთ თავს ამ დროს სკოლაში აუცილებლად ხშირად უნდა მივდიოდეს უნდა იყოს ცოცხალი დისკუსია და ძალიან აქტიურად უნდა იყვნენ მოსწავლეები ამაში ჩართული ძალიან დიდი მადლობა ეს რელიგიური თემატიკა მთელი ამ დღეების განმავლობაში
საზოგადოებაში იყო ასევე ძალიან აქტუალური. ვიდრე გადავიდოდე დეკანოზ ლევან მათეშვილთან, რომელიც არის ასევე ჩვენი სტუმარი, მე მინდა ნინო სუხიშვილი საუბრობდა სწორედ ამ თემაზე და ვკითხო მუსლიმთა თების წარმომადგენლებს სასულიერო პირი ერთ-ერთი ფერდოუზ კასიმოვი. სწორად ვამბობ, იმედია არის დღეს ჩვენი სტუმარი ასევე. გავრცელებული სტერეოტიპია ბატონო ფირდოუზ, რომ მუსულმანურ საზოგადოებაში ქალი არ არის პირველხარისხოვანი და რომ ძალიან ხშირად ეს არის რაღაც ოჯახური ძალადობა, არის რაღაც ამ რელიგიის თითქოს ტრადიცია და მიღებული ფორმა. ამასთან დაკავშირებით მინდა მე მოვისმინო თქვენი შეფასება. რატომ არის ასეთი აღქმა და რასეთქვით აი იმ პირებს, ვინც აი ამ არგუმენტზე საუბრობს ხოლმე? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი არ საუბრობდა მუსლიმურ თემებზე და აი კერძოდ ისლამზე, არამედ საუბრობდა თურქულ სერიალებზე. შესაბამისად თურქული სერიალები არ არის ისლამზე აღქმული სერიალები და ვერ იქნება ისლამი ამის პასუხისმგებელი. რაც შეეხება თვითონ ისლამს, ისლამი როგორც ზეციური რელიგია გმობს ძალადობას ადამიანებზე საერთოდ და ქალებზეც ასევე. მოგეხსენებათ, რომ წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება 114 თავისგან, ერთ-ერთი თავი სახელწოდებით არის ქალი. მის პირველივე მუხლში პირველივე აიაში მოხსენებულია, რომ ღმერთმა გააჩინა ხალხი ქალებად და კაცებად, გეშინოდეთ ღმერთისა, რომელმაც შექმნათ ერთი სულისგან და გაამრავლა ისინი კაცებად და ქალებად. სხვა სურაში, სხვა თავში მოხსენებულია ასევე, რომ ღმერთმა შექმნათ კაცებად და ქალებად, ერებად და ტომებად და ღმერთთან უპირატესი ის არის, ვინც ყველაზე ღვთის მოშიშია. აქედან გამომდინარე, ისლამი ვერ იქნება იმისი ისლამი ვერ არ უშვებს ძალადობას არც კაცისადმი, არც ქალისადმი. სამწუხაროდ არც ერთი რელიგია არ უშვებს ძალადობას. სამწუხაროდ აღქმა არის ასეთი ხალხში, როცა ძალადობა მუსლიმ თემში ხდება, თითქოს და ეს გამომდინარეობს რელიგიიდან. ამიტომაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გადაწყვიტა და გასცა განკარგულება, რომ პარასკევის წირვისას ასევე სასულიერო სკოლებში მეტად ისაუბროს ისლამში ქალის როლზე, როგორც საზოგადოებაში და ასევე ქალის უფლებებზე. ასევე მამაკაცთა თანასწორობაზე. ასევე ჩვენ ახლა ვუახლოვდებით დღეებს, სადაც გვაქვს ძალიან დიდი 10 დღე წირვები, ამ დაუთმობ ძალიან მეტ დროს ამ დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. კაზანფერ მამედოვი, ასევე ჩვენი სტუმარი, გადაეცით მას მიკროფონი. სულ ცოტა ხნის წინ ბატონო კაზანფერ საგარეჯოს რაიონში მოხდა ძალიან შემზარავი, რამდენიმე გახმაურებული ქალებზე ძალადობის შემზარავი ფაქტი. როგორც საკრებულოს წევს და საზოგადოების წარმომადგენელს, რა თქმა უნდა. როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს აი იმისთვის, რომ ძალადობა საზარელი ფაქტები აღარ მოხდეს და ზოგადად ძალადობა აღმოიფხვრას. თქვენი აზრი მინდა მოვისმინო. მოგესალმებით. ბოდიშს გიხდით ჯერ იმას გავცემ პასუხს იმ თურქულ მენტალიტეტზე. ჩვენ ბოლო 2-3 წელია რაც უყურებ თურქულ სერიალებს ქართულ არხებზე და ყველას კარგად გვახსოვს პულტი ხელში როგორ ვიჭექით და როგორ ველოდებოდით, როდის დაიწყებენ იმ სერიალებში კოცნას და ბავშვებს არ ავაყურებინოთ და გადავრთოთ. ანუ იმას ჯობია თურქული სერიალი და იქ რაც ხდება ამ ქალების უფლებების დარღვევა და გინდას იმ დაჩაგრა ეს არ არის ტრადიცია და თურქული მენტალიტეტი არ არის. მოდით ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა უნდა გაკეთდეს. და რაც შეეხება ბოლოს საგარეჯოში რაც მოხდა, მე აქ მოვისმინე ის სტატისტიკა არის, ვითომ თბილისში უფრო მეტი ძალადობაა ვიდრე რეგიონებში და სოფლებში. ეს მე არ დავეთანხმებ, შეიძლება სტატისტიკით ასე ჩანს, მაგრამ რეალურად სურათი არის სხვანაირი. თბილისში ეს რო გამოსწორდება
ბოლოს რეგიონებშიც გამოსწორდება. არა, რეგიონებში მე ამოიღებს ხმას. მე აფეთქავს, იმიტომ რომ თბილისში ამოიღო ქალებმა პირველად ხმა, ვინც უფლებას ითხოვებს თავისუფლებას, ის იჩაგრება პირველად. ჩვენ აქ საუბრობდით არასრულწლოვნების გათხოვების თემაზეც და მე ვიცი თქვენი ინიციატივის შესახებ, თუ არ ვცდები, თქვენ გქონდათ ინიციატივა, რომ მამაკაცები არ მივიდნენ იმ ქორწილში, სადაც პატარძალი არის არასრულწლოვანი. კი ბატონო, ეს არის მართლა პრობლემა ჩვენთან უშუალოდ. აპლოდისმენტებს იმსახურებს. ჩვენთან უშუალოდ მე ჩემს სოფელზე ავიღებ, იქ ცხოვრობს 30,000 ადამიანი, საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანული დასახლება არის. იქ ხდება ესე საშინელებები. სიტყვაზე ხალხი შიშით ნიშნავენ შვილებს 15 წლის, 14 წლისა, რომ ვიღაცამ არ მოიტაცოს. და იყო ესეთი რაღაცა, რომ მოიტაცებდნენ, მე მეორე დღის მივიდოდა სოფლის უხუცესები იმ სახლში, იქ ეთხოვდნენ, რომ შერიგება და ასე შემდეგ. ეს დღესაც სადღაც შემორჩენილია პატარა, მე აქედან ვთხოვ იმას პარლამენტის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ადამიანის გადაცება ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რო შერიგდნენ, ეს ყოფილა მოდაცება. ეს თუ გადაცება არის, დარჩეს გადაცება. ანუ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ფრაზისთვის. და არგუმენტს მოვიტან იმაზე, რომ ადამიანი თუ საქონელს მოპარავს და მე ბატრონს დაუბრუნებს, მაშინ ამასაც არ უნდა მიუსაჯოთ. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ფრაზისთვის და გადაცება დაერქვა, ამიტომ უნდა დაისაჯოს ისიც იმის ბატრონიც და ვინც მივიდა იქ რომ შევრიგდეთ და არ დაისაჯოს ის ვინც მოიტაცა. ძალიან დიდი მადლობა. ზვიად კორძაძე არის ჩვენი სტუმარი, ასევე ადვოკატი და ზვიაც მინდა ახლა ვკითხო. რატომ გვიჭირს და ზოგადად არის თუ არა, თქვენ ამჩნევთ თუ არა ამ ტენდენციას, რომ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, დავარქვათ თუნდაც მსხვერპლს მსხვერპლი, ალბათ თუნდაც ისეთი ფრაზებიც გსმენიათ, როდესაც რაღაც ხდება მსხვერპლის დადანაშაულება, თუნდაც ღირსი იყო რომ სცემა, რაღაც არ გააკეთა სწორად და უღალატა და ამიტომ მოკლა, სათანადოდ ვერ გამოაცხო ხაჭაპური და ამიტომ მოხდა, როგორ ფიქრობთ თქვენ? არის ცით პრობლემა უფრო ღრმათა, ძალიან უფრო ნათლად რო დაგანახოთ პრობლემა, ჩვენ გვჭირდება კანონი, რომ პოლიტიკურ პარტიებს კოტირება მიეცეთ, რამდენი ქალი შეიყვანონ პარლამენტში. ანუ ხო, უშველის ეგ საქმეს არა, სხვა რამეს გეუბნებთ, რა ღრმათ არის პრობლემა, ჩვენ ვსაუბრობთ ახლა იმაზე, რომ სოფელში ვიღაცამ ქალის და კაცის თანასწორობა გაარკვიოს და ამ დროს კანონის დონეზე გვჭირდება პოლიტიკოსები წავახალისოთ იმისთვის, რომ ქალები შეიყვანონ თავის პოლიტიკურ სიებში. ხო, ეს სრულად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ყველაზე აქტიური ნაწილიც კი წასახალისებელია იმისთვის, რომ ქალები ჩართონ პოლიტიკაში. ეხლა ჩვენ რა პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეს ერთი პლასტი არა პრობლემების. ყველობა სხვა არის. ოჯახურ ძალადობა სხვა რამეა, ქალის მიმართ ძალადობა სხვა რამეა და კაცის და ქალის თანასწორობა კიდე სხვა რამეა. ეს სხვადასხვა პრობლემებია. ბევრს მიაჩნია, რომ ქალის მიმართ ძალადობა არ არის, თუ კი ხელით არ ეხება მას. კი, მე დავსვი აქ მთავრდება ჩემთვის ჩვენ საზოგადოებაში ქალის მიმართ ძალადობის შეგნება აქ მთავრდება. მაშინ როდესაც ახლა იურისტებმა ვიცით, რომ ძალადობა იყოფა, ყველა ძალადობა დანაშაული არ არის. არსებობს ფსიქოლოგიური, ეკონომიური ძალადობები, რომელსაც სხვა კვეთის რაღაცა ფორმები აქვს, მაგრამ საზოგადოებამ საერთოდ არ იცის რაზე არის აქ საუბარი, რა არის ეს ძალადობა, არა გაცნობიერებული არც მსხვერპლს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და ზოგჯერ არც იმას, ვინც ახორციელებს ამ ძალადობას. რა უნდა გაკეთდეს, რომ გააცნობიეროს? მოკლედ მიპასუხე, რომ პრობლემა არის საზოგადოებაში. ჩვენ მე მოქმედი ადვოკატი ვარ და მიჭირს მოწმის მოძებნა ძალადობრივი დანაშაულის საქმეზე. რომ წამოყვეს ვინმე მოწმეთ ქალს იმისთვის, რომ თუნდაც პოლიციამ გამოიძიოს ის საქმე. აი, როდესაც საზოგადოება ამ დონეზეა, ხა რა პრობლემებზე საუბრობთ? ან რა კაცის და ქალის თანასწორობაზეა საუბარი, ან კაცის უპირატესობა, როცა 10,000-ობით და 100,000-ობით ქალი საბერძნეთშია წასული,
ოჯახის სარჩენად და მისი ქმარი ზის და ბირჟაზე დომინოს თამაშობს და ლუცვამს. საზოგადოებაშია ეს მთელი პრობლემები და თუ ეს პრობლემები ჩვენ არ დავიწყეთ ამ პრობლემების აღმოფხვრა, არავითარი კანონის გამკაცრება აქ არაფერს შედეგს არ მოგცემს. ზოგადად პრობლემა უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში, ყველა დავფიქრდეთ, რამდენჯერ დაგვირეკია პოლიციაში, როცა მეზობელ ბინაში ხალის კივილი გავიგონია. პრობლემა ალბათ ამის შესაძლებლობა უნდა უფრო მეტად საზოგადოების პრობლემაა ეს და კიდე ერთ დავამატებ და დავამთავრებ. არ არის ჩვენ საზოგადოებაში კონსენსუსი, რომ ქალი და კაცი უნდა იყოს თანაბარი. მოიტყუეთ თავს. არ არის შეკვეთა საზოგადოების, რომ ქალი და კაცი იყოს თანაბარი. არის შეკვეთა იმისა, რომ ქალს არ დაარტყას კაცმა ხელი. ნუ ანტულაძე და მიშა ბაღათური არიან ჩემი სტუმრები, მათ მერე შევეკითხები უბრალოდ ეხლა ზაურ ხალილოვს მინდა ერთი კითხვა დაუსვა. თქვენი აზრით არის აი ეთნიკურ ჯგუფებში ძალადობის ფორმები განსხვავებული? მოგესალმებით. ჩემი აზრით ესეც კი სტერეოტიპია, როდესაც საუბარი მიდის, რომ განსხვავდება თუ არა ძალადობის ფორმა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში, ან რელიგიურ ჯგუფებში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით არა აქვს მნიშვნელობა, ფაქტი ხდება და დღეს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, სამწუხაროა რომ ძალიან ძვირი დაუჯდა ჩვენ საზოგადოებას, რომ ამ თემაზე დაგვეწყო საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის დღევანდელი დღის პრობლემა, ეს წლებია, საუკუნეებია ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და უამრავი ფაქტორი იყო აქ ნახსენები, მათ შორის, რა ვიცი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი ჩემთვის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც აქამდე მიიყვანა ჩვენი საზოგადოება, ის იყო, რომ აქ გაჟღერდა ეს ფრაზა, ის იყო ფარისეულობა და ის მითები, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ყოველდღე და დღესაც გვიჭირს რეალურად თქვათ, რომ თითოეული ჩვენთაგანი პრაქტიკულად ყოფილვართ იმის მოწმე მაინც, რომ ხდებოდა ძალადობა. ამა თუ იმ ფორმით და სხვადასხვა სახით და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენად ადეკვატური იყო რეაგირება საზოგადოების, მათ შორის, რომ უკვე საუბარი აღარ არის იმაზე, რამდენად საკანონმდებლო ბაზარი, თქვათ, მოწესრიგებული, მე ამ კანონების აღსრულება, რაც ყველაზე სერიოზული პრობლემა ხდება, იქიდან გამომდინარე, აგერ ჩემო კოლეგებმაც ისაუბრეს, რომ მაგალითად იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური მცირესობები ცხოვრობენ, პოლიციის თანამშრომლებისგან ვიცი მე, როდესაც მეუბნებიან, რომ მოდი რა, 1-3-4 დღე ვაცალოთ, ხო იცი რომ ხვალ ეზეგ შერიგდებიან და იქნებ 15 წლის ბავშვზე მიდის საუბარი, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა აგრეთვე კახეთში, თელავის რაიონში, ყარაჯალაში, რამოდენიმე თვის წინ ეს იძულებით ქორწინების თემას მინდა კიდე შევეხო, რაც ჩემი აზრით ძალიან პრობლემატურია, იქიდან გამომდინარე, რომ 7000 ახალგაზრდა ბავშვი გოგონა დღეს სკოლაში არ დადის. და ამაზე ჩვენი რეაქცია ნული, მათ შორის განათლების სამინისტროსთანაც ჩვენ ქონდა საუბარი ამ თემაზე, რომ რეაგირება მოხდეს. გასაგებია. ეს იცის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ეს იცის სკოლის დირექტორმა და მაგრამ ჩვეულებრივი ამბავი გახდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან მარტივად პრობლემის მოგვარება. რატომ მოვიდა აქამდე? და სათანადო რეაგირება. ნოდარ სააკაშვილი, ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ზაურ. ნოდარ სააკაშვილი არის კიდევ ჩვენი სტუმარი. ბატონო ნოდარ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის? აქ არაერთმა ადამიანმა თქვა, სწორედ სათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიციელებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, თუნდაც ძალადობის შემთხვევები არ იყოს რაღაც ოჯახის კერძო საქმეთ აღქმული და რამდენად არიან დღეს კიდევ ერთხელ დავსვამ ამ კითხვას პოლიციელები მზად იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულებები არ მიიჩნიონ მეორე ხარისხოვან საქმეთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ალბათ პირველ რიგში პასუხი უნდა გავცე, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სადმი წამოყენებასაც ბრალდებას. არ შეიძლება პრობლემის ასე ვთქვათ, პირდაპირ გადამისამართება რეაგირებასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებაზე. რა თქმა უნდა, პოლიცია დღევანდელი მდგომარეობით საკმაოდ არის მომზადებული, მას აქვს სრულიად კარგად საკმარის დონეზე განვითარებული საკანონმდებლო სივრცე მოქმედებისთვის და რა თქმა უნდა ის მოქმედებს კიდევაც მთავარია დროულად დავაყენოთ საკითხი და მოთხოვოთ კიდევაც მეს რეალურად თუ რა გვინდა საერთოდ პოლიციისაგან. რა თქმა უნდა, აქ პრობლემის ორად გაყოფა შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, ორად გაყოფა შეიძლება. ერთი რამდენად არის პოლიციელი მომზადებული და მეორე რამდენად არის მზად საზოგადოება მოსთხოვოს პოლიციას ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. შე შემთხვევაში ეს დაბალი ინფორმირებულობა, საზოგადოებრივი დაბალი განათლება, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უკვე გარკვეული გამოწვევა, ჩვენ ვილაპარაკეთ კონცეფციაზე. კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სწორედ მისი ჩართულობა, პოლიციის ჩართულობა საზოგადოებრივი განათლების საქმიანობაში. უკვე იყო შეხვედრა, შეხვდა მუშა შეხვედრა განათლების სამინისტროს
სამინისტროსთან დაიგეგმა მსგავსი სასახის კამპანია რეალურად. კონცეფციაში ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ კიდევ ხედვა იმ ადგილობრივი თემის ჩართულობის, რელიგიური კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ერთეულის ასე ვთქვათ განსაკუთრებული ჩართულობით, რომ კონკრეტულ საზოგადოებას, კონკრეტულ სოციალურ სივრცეს მიეწოდოს ის ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია თუ როგორ უნდა იყვნენ ისინი დაცულები. აქ საუბარია ცნობიერების ამაღლებაზე, სკოლამდელ აღსწარდელთა დაწესებულებიდან დაწყებული, მერე ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში და უფრო ზემოთ ეს თემა ასეა გასააქტიურებული, თორე მხოლოდ გადაბრალების პოლიტიკით არაფერი არ გამოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დიდი გამოცდილება ამ პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბოლო ღონისძიებებში რა თქმა უნდა ჩართულია უკვე სახალხო დამცველის აპარატიც. დაინტერესებულ ადამიანს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს ნახოს თუ რა დონეზე გვაქვს ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადების საკითხი დაყენებული. ეს არის არამხოლოდ საბაზისო მომზადება, განგრძელებითი სწავლება და ასე ვთქვათ უწყვეტი სწავლების ციკლი ეს სამინისტრო სისტემაში მთლიანად არის. კარგით. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა და დეკანოზი ლევან მათეშვილი მინდა აუცილებლად მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მიზეზად აი ამ ყველაფრის სახელდებოდა ასევე რაღაც გარკვეული რელიგიური დაბნეულობაც თუ შეიძლება აი ასე ითქვას და რელიგიას გარკვეულ არგუმენტათაც იშველიებდნენ ხოლმე. მართალია და ჩვენ მოვისმინეთ და მეც ვიცი ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად რომ არც ერთი რელიგია არ ქადაგებს ძალადობას და მით უმეტეს მართლმადიდებლური რელიგია. თუმცა რატომ არის მაინც აი ასეთი მიდგომა? რა როლი აქვს ეკლესიას ყველაფერ ამაში? რამდენად შეიძლება მორწმუნე ეწოდებოდეს იმ ადამიანს ან თავის თავს უწოდებდეს ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე, ამ შემთხვევაში ქალებზე ვსაუბრობდა, სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას, თუმცა ზოგადად რომელიც ძალადობს და ჩაგრავს თუნდაც მას. აი თქვენ რაში ხედავთ ეკლესიის როლს? მოგესალმებით, მე დავეთანხმები აქ ყოფ ქალბატონ ფსიქოლოგს და ქალბატონ ელჩს, რომ ძალადობის და ზოგადად ამგვარი აგრესიული ფონი საზოგადოებაში შექმნის ფორმირებაში მრავალი კომპლექსური ფაქტორი უწყობს ხელს. ამიტომ ერთი რაღაც პრობლემა და ერთი რაღაც ინსტიტუცია აქ ვერასდროს ვერ იქნება ამბრალეული ან ვერ გამოიტანს რაღაცა გადარჩენის ფორმულას, ესე ვთქვათ, ვერ მოგცემს. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სწორედ ამ დღეებში აი ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალადობის სოციუმში ფორმირების მრავალი კომპლექსური საკითხი განაპირობებდა, მაინც ბრალეულობა, ატომღაც აქცენტირება გადადიოდა მაინც პირდაპირ ეკლესიაზე. მე არ ვარ, რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორიების. სწორედ იმიტომაც, რომ ეკლესია ყველაზე გავლენიან სტრუქტურად ნარჩუნდება დღესდღეობით საქართველოში. კი ბატონო, ამას დავამთავრებ, მაგრამ რაღაც ისეთი კამპანიური შეგრძნებები იყო ყოველ შემთხვევაში ეკლესიის მიმართ. ამას თავი დავანებოთ, არა უშავს, უბრალოდ მე მინდა ორი სიტყვით მაინც კონტექსტი მაინც არ არის მართალია ვხვდები ამას, რომ თეოლოგიური დებატები აქ არ არის, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი რელიგია არის ქრისტიანობა დედამიწის ზოგადად კაცობის ისტორიაში, რომელმაც პირველად განაცხადა, რომ არანაირი სეგრეგაცია ეთნიკური კუთხით თუ რასობრივი თუ სოციალური თუ სქესობრივი კუთხით არ არსებობს, სადაც ქალი და კაცი განსხვავება არ არის ღმერთთან ურთიერთობაში და გადარჩენისთან მიმართებაში და განხთობასთან მიმართებაში. ერთ-ერთი სარწმუნოება და ქრისტიანობა კაცობის ისტორიაში, რომელმაც თქვა მოუწოდა ქმრებს, რომ გიყვარდეთ ცოლები ისე, როგორც საკუთარი თავი. ერთადერთი სარწმუნოება დედამიწაზე ქრისტიანობა დღესაც, რა თქმა უნდა, ამ გაგებით და ეს დოქტრინა არ არის დრომოჭმული და ეს იყო ადრე და ახლა აღარ საგებლობს ეკლესია, ამით ასე არ არის. ერთ-ერთი რელიგია არის ამ გაგებით, ამ დოქტრინალური მოძღვრებით დედამიწაზე, სადაც ქალების როლი თუნდაც ქადაგებაში უდიდესია და ჩვენ ყავს ქალები მოციქულები საქართველოს, სწორედ ქალისმი განათლებული არის. ამიტომ ამ გაგებით დოქტრინალური პრობლემა ეკლესიას არ აქვს. სხვა პრობლემაა, რას თქვენ თქვით, რომ მრევლისთვის მეტი განმარტებებია საჭირო. მრევლისთვის არა. მოსახლეობის
უმეტესი ნაწილი რომელიც თავს მიიჩნევს ქრისტიანად ის სამწუხაროდ ქრისტიანიზებული არ არის გესმით აი ეს სხვა საკითხი არის შეიძლება ადამიანი მონათლული არის მაგრამ საერთო წარმოდგენა არ აქვს არსი მაგას გულისხმობთ ხო გასაგებია ეკლესიის ბრალდებობაზეა საუბარი ამ გაგებით შეიძლება ჩვენ პასიურ დამოკიდებულებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ რომ ჩვენ აქტიურად არ ვიწევს ქუჩა-ქუჩა ქადაგება და უფრო სხვა საშუალებებს გამოყენება და დაამთავრეთ ბოლოს უნდა გვახსოვდეს რომ იმ ფასეულობებზე რაზეც ჩვენ გვაქვს დღეს საუბარი მათ შორის ქალთა თანასწორობაზე და ქალის თავისუფლებაზე საუბარი ადამიანის უფლებების კონვენციის ბაზისური ნაწილი უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის სწორედ ქრისტიანიზირებული და ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დგას. გასაგებია. მადლობა. უღრმესი მადლობა. წყალბურთელი მიშა ბაღათურია და ასევე ნონუ ანტყულაძე, ვეტერანი წყალბურთელი სულ ერთია, რომელსაც გინდათ რაგბისტი უბრალოდ მაპატიეთ, რომელსაც გსურთ იმან მიპასუხეთ. ახსენა ზვიადმა ასეთი რამ, რომ ჯერ კიდევ არ არის საზოგადოება მზად იმისთვისო, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორად ჩაითვალოსო და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ახლა აქ ამ პრობლემაზე. თქვენი აზრი მაინტერესებს, სად ხედავთ კაცის როლს აი ამ ყველაფერთან ბრძოლაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ რაგბის კავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე თქვენ დიდი ხანია ჩართული ხართ ამაში, დიახ. თანამშრომლობთ. არაერთი სანაკრებო მატჩი მიეძღვნა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. ჩვენ ჩავდივართ რეგიონებში, გვაქვს გასაუბრება მოზარდებთან. სადაც საუბრობთ ჩვეულებრივად ჩვენ თავზე, რატო თქვა რა იყო წარმატების მიზეზი და ყველას უფიქსირებთ იმ იდეას, რომ ჩვენთვის მიუღებელია ძალადობა. ესეთ რამოდენიმე გასვლის შემდეგ იქ პანკისის ხეობაში და ოკუპირებული ტერიტორიის რეგიონებში ორი რაგბის კერა შეიქმნა. ანუ ეს უკვე რაღაც დასაწყისია, როცა ესეთი იდეით ჩადიხართ იქ უკვე რაღაცა შედეგი გამოდის იმითი მაინც რომ თქვათ რაგბი დაინერგა და ჩვენ განვაგრძობთ ამ ბავშვების იქ ამ იდეის მიწოდებას და ჯობია მამაკაცებმა დახარჯონ მიშას გადავცეთ. უღრმესი მადლობა ნონო. დახარჯონ ენერგია არა ფიზიკურ ძალადობაზე, არამედ თუნდაც სპორტულ ღონისძიებებზე. მიშა, შენი აზრიც მაინტერესებს. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე რა თქმა უნდა გმოვობთ ჩვენ მთელი წყალბურთის სამყარო ამ ყველაფერს, ეს არ არის ნორმალური რაც ხდება და რაც ხდებოდა. პირველად მე აი ეს კამპანია ვნახე მართლაც და აი რაგბის კავშირის მიერ და ჩემთვის როგორც პირად მოქალაქისთვის ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი და მისაღები და მოუწოდებ მე ყველა ფედერაციას, ყველა სპორტსმენს რომ თუნდაც მატჩი დაიწყოს ამ ლოზუნგით და წყალბურთის ფედერაციაც მუშაობს ამაზე, სხვადასხვა კამპანიები შეიმუშავეს და აუცილებლად ჩვენ ჩავერთვებით. ძალიან კარგი იდეა. ძალიან დიდი მადლობა. მე გადავაცილე ყველანაირ დროს, თუმცა დარჩა ორი ადამიანი, ვისაც დღეს აზრი არ გამოუთქვას, ეს არის ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და მაკას მინდა ახლა სწორედ მივმართო. ცხადია, მამაკაცების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში, თუმცა როგორი უნდა იყოს ქალის როლი, როგორ ფიქრობ შენ? დიდი მადლობა ეკა და მედიაზეც იყო გარკვეული შენიშვნები და მაგაზეც მინდა რომ მოკლედ თქვა დრო საერთოდ არ გვაქვს მე მინდა ძალიან მოკლედ თქვა მე მაქვს ორი კონკრეტული ინიციატივა რის შესახებაც მინდა შენს გადაცემაში ხმამაღლა თქვა რა და დიდი მადლობა რომ ამის საშუალება მაქვს პირველ რიგში სანამ ამ ინიციატივაზე გადავალ პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი წუხილი გამოვთქვა იმ სწორედ იმ ფაქტის გამო და ოჯახს მიუსამძიმრო რამაც სწორედ გამოიწვია შემდგომში უკვე ესეთი დაინტერესება ამ თემის მიმართ ეს არის ლიონში მომხდარი ამბავი სწორედ და ოღონდ ეს არ იყო აი ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო ეს რადგან ამ შემთხვევაში არც ვიცი რა უნდა მოხდეს რადგან გარდა იმისა რომ ამ ადამიანმა მეუღლე მოკლა მან თავიც მოიკლა და ამდენად რა ვიცი აი ძალიან წუხარ და მე მინდა მათი სახით ძალადობის ყველა მსხვერპლის მიმართ გამოვთქვა ჩემი სოლიდარობა წუხილი და ასე აი ყველა
ნებისმიერი ძალადობა და მე ამ საკითხს ზოგადად ასე განვიხილავ. მე მაპატიეთ, მაგრამ აი ქალთა მიმართ ძალადობა ჩემთვის არ არის კონკრეტული ცალკე გამოყოფილი თემა. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ზოგადად ძალადობის, რადგან მე ვთვლი რომ ძალადობის ხარისხმა ძალიან აიწია საერთოდ საზოგადოებაში. ამის ძალიან კარგი მაგალითია ნებისმიერ ჩვენგანი, მე მგონი, ვინც აქვს ხედვართ, ვართ სოციალურ ქსელში გაერთიანებული. სოციალურ ქსელს რომ გადახედოთ, ეს არის აი ძალადობის, არ ვიცი, ზეიმია, იქ რაღაც საშინელება ხდება. ანუ და აგრესია. აგრესიის და ჩემთვის არის აბსოლუტურად სულ ერთი, ვის მიმართ ხორციელდება ეს ძალადობა. ბატონი გიანუდიას და მისი მეუღლის მიმართ, თუ ეკაბესელიას მიმართ, რომლის, რა ვიცი, რომლის შვილის თემაზე და ოჯახის თემაზე იყო რაღაცა უბედურება ხდებოდა. ინგა გრიგოლიას მიმართ, ირმა ინაშვილის მიმართ, აი სულ სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ ამოჩემება გარკვეული ადამიანები. იგივე მიმართულებით ძალადობა და მე მინდა აი ჩემი პირველი ინიციატივა სწორედ ამას ეხება. მე მინდა ვთქვა რომ საზოგადოებაშია პრობლემა, ჩვენშია პრობლემა. მეც ვიდანაშაულებ ჩემ თავს. აი თუნდაც ვიღაცის ფოტო და მეგობრული შარჟი რატო ერქვა იმას და კარიკატურა. იმიტომ რომ ეს ყველასთვის მისაღები იყო. რაშია ინიციატივა მაგა? ეს არის სიბოროტე, რაც არ ხდება და პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა სირცხვილად გამოვაცხადოთ ეს რაც ხდება. აგრესია, ძალადობა, სირცხვილად უნდა გამოვაცხადოთ. სამარცხვინო უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ამას ჩადის და თუ ჩვენ აი ამას შევძლებთ, რომ უმეტესობა ვიქნებით ამ მხარეს, მაშინ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ისინი უმცირესობაში დარჩებიან და გარკვეულწილად აღარ ექნება ამას აი ესეთი გასავალი ბოდიში და კაი ტიპობა აღარ იქნება ვიღაცას რომ დააცინებ და რაღაცა უბედურებებს მოუგონებ და აპრიალებ. და როდესაც ცოლ სამსახურში არ უშვებ, ეგეც არ იქნება კაი ტიპობა. და მეორე ინიციატივაზეც ვიტყვი, ეს არის კონკრეტულად მართლა ოჯახურ ძალადობაზე, კონკრეტულ ფაქტზე, მე მინდა ხელისუფლებას მივმართო, მე მინდა ვთხოვო მათ, რომ აი ეხლა რადგან არის ესეთი სიტუაცია, რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, რაიმე კონკრეტული სამსახური შეიქმნას. არა 112, არა პოლიცია, არა, აი ოჯახის წევრებმა რომ იცოდნენ, რომ ის კონკრეტული სამსახური სწორედ მხოლოდ ამ თემაზე მუშაობს და ქალბატონმაც იცოდეს, რომ იქ რომ დარეკავს, მის საშუალად მაშინვე მოვლენ და მამაკაცმაც იცოდეს, რომ მის მეუღლეს შეუძლია დარეკოს და გამოიძახოს ვიღაც და ისინი მათ საშუალად, რასაკვირველია შეიძლება სადამსჯელო არ იყოს ყოველთვის ეს სამსახური, მაგრამ ყოველ რეაგირება ექნება. და ამის კლიპები დატრიალდეს, პლაკატები გაიგოს, ყველა მიცოდეს სამწუხარო და ვეღარ გავაგზელებ, არჩილ გამზარდია დამრჩა და არჩილი იქნება ის ადამიანი, რომელიც დაასრულებს დღეს ჩვენს დისკუსიას. მე მაპატიეთ. 2-3-9 დიდი მადლობა. სამსახური რო შეიქმნას, აი მხოლოდ ამის გამო. ეთერს გამითიშავენ და გავხდები მსხვერპლი ძალადობის. არჩილ, როგორ უნდა ამაღლდეს შენი აზრით სამოქალაქო ცნობიერება ისე, რომ ძალადობა იყოს სირცხვილი, რაზეც საუბრობს მაკა. რომ მსხვერპლს დაერქვას რეალურად მსხვერპლი, რომ არ იყოს აღქმული რაღაც დანაშაული დავარქვათ თავისი სახელი და თავად ქალებშიც არ იყოს აი ეს ეგრეთ წოდებული კომპლექსი, რომ ამ თემაზე არ უნდა ისაუბრებენ მანამ, ვიდრე არ მივა რაღაც სისასტიკემდე საქმე. პირველ რიგში საქმე იმაშია, რომ ჩვენ მხოლოდ მწვავე გამოვლინება კი არა, თავარი მიზანი ალბათ ნებისმიერი ამ პროცესში არის ის, რომ ოჯახური მდგრადობა როგორ უნდა შევინარჩუნოთ, აი ამაზე უნდა გქონდეს ძირითადი აქცენტი. იმიტომ რომ მხოლოდ ძალადობა ეს არის უკიდურესი გამოვლინება, ის რაც გადის, ასე ვთქვათ, ოჯახიდან. ამიტომ შინაარსი პროცესისა უნდა იყოს ამისკენ მიმართული. მე ვარ მაგალითად წინააღმდეგი იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვა განცალკევებულად იყოს მამაკაცთა უფლებისაგან, იმიტომ რომ ქალის უფლების დაცვა ჩვენ უნდა გავიაზროთ და დისკურსი აქციების არ უნდა იყოს იქითკენ, რომ ქალის უფლების დაცვა არის კაცის უფლების დაცვა, იმიტომ რომ 21 საუკუნეში, როდესაც არის არანორმალური რაოდენობით გამოწვევა, აი მითი ქართველი კაცისა იყო ყოვლის შემძლე, აი ქართველი კაცი იყო ყოვლის შემძლე. ამიტომაც არის დღეს რომ რასაც ჩვენ ვერ უნკლავდებით, იქ საკუთარი სისუსტის გამოვლენა ითვლება პირველ რიგში სირცხვილად. და ქალი, რომელიც ასევე იყო, ასე ვთქვათ, სუდ კონტექსტში არ გამიგოთ, აი გაზარმაცებული, აი რატო ითვლებოდა, რომ ოჯახის ქალი არა, რომელიც არ იყო გამოწვევების წინაშე, გარე გამოწვევების წინაშე დამდგარი, ამ ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ დღეს კაცს არ აქვს ფუფუნება იმისა, რომ ის იყოს მთავარი და ერთადერთი პასუხისმგებელი ყველაფრისა, რაც მის ოჯახის გარშემო ხდება. ამ დისკურსით უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენ ქალის უფლების დაცვა პირდაპირ მიბმულია ჩემს უფლების დაცვასთან, რომ ქალის
უფლების მატება და გათანასწორება ნიშნავს პასუხისმგებლობების გადანაწილებას, გათანასწორებას, ვალდებულებების გადანაწილებას. აი ეს არის მთავარი დისკურსი, რაზეც უნდა გქონდეს რეაგირება, თორემ იცით რა არის, სამსახურები იქნება თუ პატრული მუშაობს კარგად თუ ნებისმიერ ცხელი ხაზი, ეს არის უკიდურესი, როდესაც ქალი გამოდის და მამაკაცი და გარეთ გამოხატავს, ასე თქვა, უკვე უკიდურეს საზომებს. ის ოჯახი პრაქტიკულად ნაკლებ შანსს შეიცავს, რომ გადარჩეს. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს შედგეს რაღაცა შევთანხმდეთ იმ ფასეულობათა სისტემაზე და იმის პროპაგანდა შექმნათ, რაც თანამედროვე ოჯახს და თანამედროვე ოჯახის საზომს წარმოადგენს. მე ძალიან მიხარია, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემო აღნიშნვის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების საპატიო საზომში არიან აი ამ შეგნებით და ყველამ ცალკეულად და აქ მყოფმა საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ ბმა გავაკეთო. კი არ გავაცალკევოთ ქალისუფლება, არაბედ ბმა გავაკეთოთ. ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მე დღეს. ძალიან დიდი მადლობა და მე მაინც გიხდით ბოდიშ დღეს განსხვავებული ფორმატის შემოგთავაზეთ. ყველა თქვენგანს ჰქონდათ მხოლოდ ერთხელ თქვენი აზრის დაფიქსირების საშუალება, თუმცა არ მაძლევს მე ეს ფორმატი იმის საშუალებას, რომ რაღაც უსაზღვროთ ვისაუბროთ ამაზე ყველაფერზე, თუმცა ყველა თქვენგანს, ვინც აქ სხედხართ და ვინც პირველად არის, გაქვთ ხოლმე იმის საშუალება, რომ არა მარტო ამ თემებზე, არამედ სხვა თემებზე ძალიან ბევრი ვისაუბროთ და კიდევ გვექნება ჩვენ ამის საშუალება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით აქ, დასხედით ერთ სივრცეში და მე თქვენ სწორედ დღეს ჩაგაყენეთ თანაბარ პირობებში. ეს იყო ჩემი ჩანაფიქრი. იმედია მაყურებელმაც გარკვეული დასკვნები გამოიტანა დღევანდელი გადაცემიდან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცადეთ გვესაუბრა ძალადობის მიზეზებზე, პრევენციაზე, გამოსავალზე და მე იმედი მაქვს, რომ იმათ, ვისაც ეს უნდა მოესმინათ, მოძალადეებსაც, მსხვერპლსაც, ხელისუფლებასაც, რელიგიის წარმომადგენლებსაც და სხვადასხვა პროფესიისა თუ სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანებს დღეს ჰქონდათ საშუალება გარკვეულად დაფიქრებულიყვნენ და დასკვნები გამოეტანა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ჩემს სტუმრებს, მადლობა მაყურებელს მოთმინებისთვის, მადლობა გოგი გვახარიას მოთმინებისთვის. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე 22 საათზე. შემდეგ პარასკევში შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.